რუსეთი გეტყვით, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სასწავლო მისია იყო. მაგრამ ნატო, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკეთიციან სიმართლე. რუსული ბირთვული ბომბდამშენები შენიშნეს საერთაშორისო წყლებზე და ძალიან ახლოს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიასთან. ეს იყო მუქარა, დღესავით ნათელი. მაგრამ ნატო ამას არ შეეგუებოდა. ნორვეგიამ გაუგაუშვა თავისი F-35-ები, რათა რუსი ბომბდამშენების ეკიპაჟისთვის ეცნობებინა, რომ თუ რამე სულელურს სტიდნენ, ციდან ჩამოაგდებდნენ. ეს იყო დაპირისპირება ნატოს საჰაერო სივრცეში და შედეგებს შეეძლო ევროპის სახე შეეცვალა. 23 იუნის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატო უპასუხა რუსული თვითმფრინავების მცირე ჯგუფს, რომლებიც ნატოს საჰაერო სივრცეს საშიშად მიუახლოვდნენ. რუსული Tu-160, რომელიც ბირთვული იარაღის ტარების უნარის მქონე ბომბდამშენია და ყველაზე დიდი და ძლიერი თვითმფრინავია რუსეთის ფლოტში, ამ ჯგუფის ნაწილი იყო. მას გვერდით მიყვებოდნენ MiG-31 ტიპის გამანადგურებლებები, როდესაც ის 16 საათიან ფრენაში მონაწილეობდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. ამახტელიდან შეიძლება იფიქროთ, რომ რუსეთი დიდად არაფერს არ ღვევდა. საერთაშორისო საჰაერო სივრცე ყველასთვის ღიაა, არა? თავარი აქ ისაა, რომ რუსეთმა ძალიან ფრთხილად აირჩია, სად გაგზავნიდა თავის ბირთვულ ბომბდამშენებს. ბირთვული წვრთნების სხვადასხვა ეტაპზე რუსეთის თვითმფრინავები ბარენცის და ნორვეგიის ზღვებზე დაფრინავდნენ და ერთ მომენტში ისინი შეტლანდის კუნძულების ჩრდილოეთით სულ რამდენიმე კილომეტრში იყვნენ დიდ ბრიტანეთში. ეს უბრალოდ წვრთნა არ იყო. რუსეთს შეეძლო მსგავსი რამ საკუთარი საჰაერო სივრცეში გაეკეთებინა. ეს იყო პუტინის მხრიდან ბირთვული მუქარის დოქარის დემონსტრირება და ნატოსა და გაერთიანებული სამეფოსთვის იმის ჩვენება, რომ მის თვითმფრინავებს შეუძლიათ დათმის მანძილზე მიახლოვდნენ. Tu-160-მა ჩაატარა ჰაერში საწვავით შევსების წვრთნები, როცა ნატოს ტერიტორიასთან ძალიან ახლოს დაფრინავდა და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას აკეთებდა ის, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ნორვეგიამ უპასუხა F-35-ების გაგზავნით, რათა დაეკვირვებინა და შეეჩერებინა რუსული თვითმფრინავები, თუ ისინი წესებს დაარღვევდნენ. რუსეთის თამამი ნაბიჯის შესახებ თავის ანგარიშში Newsweek-მა გაამჟღავნა, რომ ნორვეგიამ ნატოს ყველაზე თანამედროვე გამანადგურებლების წყვილი გაუშვა რუსული თვითმფრინავების დასადევნებლად. რუსეთმა აღიარა ეს პასუხი. გზის გარკვეულ მონაკვეთებზე სტრატეგიულ ბომბდამშენებს უცხო ქვეყნების გამანადგურებლები აცილებდნენ, განაცხადა კრემლმა, სხვა დეტალების გარეშე, მაგრამ ეს სწორედ რუსეთის სტილია. ის იშვიათად აღიარებს მსოფლიოს წინაშე, რომ მისი დაშინების ტაქტიკა ჩახშობილი იქნა F-35-ების მიერ, რომლებიც შეძლებდნენ მისი Tu-160-ებისა და MiG-31-ების ციდან ჩამოგდებას. საბედნიეროდ ეს მოვლენა მნიშვნელოვანი ინციდენტის გარეშე დასრულდა. მაგრამ არ შეგეშალოთ, ეს იყო კიდევ ერთი გაფრთხილება, რომელიც პუტინმა და მისმა თანამოაზრეებმა ნატოს გაუგზავნეს. შეშინების ტაქტიკა, როცა ბირთვული იარაღის მატარებელი ბომბდამშენები ნატოს ტერიტორიასთან ახლოს დაფრინავდნენ და ატარებდნენ საორჯიშო მანევრებს, რომლებიც სხვაგანაც შეიძლებოდა ჩაეტარებინათ. პუტინს სურდა ნატოს დაენახა Tu-160, მას უნდოდა გაერთიანებული სამეფო და ნორვეგია იძულებულნი ყოფილიყვნენ ეპასუხათ. ეს ნამდვილად ტესტი იყო, მაგრამ საქმე მხოლოდ საწვავის შევსება არ იყო. რუსეთს აინტერესებდა, რას გააგზავნიდა ნატო. რუსეთმა თავისი პასუხი ნორვეგიის გზით მიიღო და უნდა დაენახა, რომ ეს პასუხი მოსალოდნელი იყო. ნატომ შეძლო გამანადგურებელი თვითმფრინავების სწრაფად გაგზავნა რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რადგან ნორვეგია ამ ტიპის სიტუაციებისთვის დიდი ხანია ემზადება. F-35-ის განთავსება განხორციელდა ნორვეგიის სწრაფი რეაგირების პროგრამის მეშვეობით, რომელიც შეიქმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოსლო ყოველთვის შეძლებს 50 F-35-დან მინიმუმ 2-ის მყისიერად გაგზავნას საფრთხეზე რეაგირებისთვის. ეს სწრაფი რეაგირების გამანადგურებელი თვითმფრინავები განთავსებულია ავენუსის ავიაბაზაზე, რომელიც ნორვეგიის ჩრდილოეთით მდებარეობს და გადაჰყურებს როგორც ნორვეგიის, ასევე ბარენცის ზღვებს. Newsweek-ის ინფორმაციით, ნორვეგია აცხადებს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 40 მისიას ასრულებს სწრაფი რეაგირების პროგრამის მეშვეობით, ხოლო ამ პროგრამისთვის გამოყოფილი 2 F-35-ის შეუძლიათ 15 წუთში ჰაერში აღმოჩნდეს და მიზნისკენ გაემართოს. F-35-ებს იყენებენ იმიტომ, რომ ისინი მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავებია და ამჟამად ყველაზე თანამედროვეა, რაც ნებისმიერ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს თავის არსენალში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს თვითმფრინავები გავები განკუთვნილია იმისთვის, რომ პუტინს პასუხი გასცენ ყოველ ჯერზე, როცა ის ცდილობს დაშინების ტაქტიკის გამოყენებას ნატოს წყლებთან ახლოს. ნატომ მზად არის ყველაფრისთვის, რასაც რუსეთი გამოაგზავნის და ასეც უნდა იყოს. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ზედაპირზე რუსეთის ჩვეულებრივ ტესტს გავს, მის უკან არსებული ქვეტექსტი აჩვენებს, რატომ იყო საჭირო F-35-ები. Tu-160 ჩვეულებრივი ბომბდამშენი არ არის. ეს ყველაზე საშიშია, რაც რუსეთს აქვს და ის ტესტირებისთვის მაშინ გამოუშვეს, როცა პუტინის საპარლამენტო კაბინეტის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ბირთვული იარაღის გამოყენებას ამართლებდა. დავიწყებთ ბომბდამშენით. Tu-160 შეიძლება არ იყოს მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ბომბდამშენი. მას არ აქვს ისეთი ფარული შესაძლებლობები, როგორიც ამერიკულ B-2 Spirits ან B-21 Raiders. მაგრამ ამ ბომბდამშენს აქვს ზომა, სიჩქარე და საშინელი იარაღების არსენალი, რომელსაც შეუძლია მტერზე გამოიყენოს. როდესაც ამ უფრო ტრადიციულ მეტრიკებს ვიტანებთ, შეიძლება ითქვას, რომ Tu-160, რომელსაც ნატო კოდური სახელით Blackjack უწოდებს, მსოფლიოში ყველაზე საშიში ბომბდამშენია.
ეს შეიძლება იყოს ცივი ომის ეპოქის თვითმფრინავი, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ TUA-ს 60 თრავები ქმნის იმდენ ბიძგს, რომ ამ გიგანტურ საბრძოლო თვითმფრინავს შეუძლია მიაღწიოს სიჩქარეს, რომელიც Mach-2-ს აჭარბებს, რასაც მსოფლიოში ვერც ერთი სხვა ბომბდამშენი ვერ ახერხებს. ეს სიჩქარე შეიძლება მიღწეულ იქნას მაშინაც კი, როცა ბომბდამშენი თითქმის 45,000 კილოგრამი იარაღს ატარებს, რომელშიც შეიძლება შედიოდეს ფრთოსანი რაკეტები, ჩვეულებრივი ბომბები და ყველაზე შემაშფოთებელი ბირთვული იარაღი. ეს უზარმაზარი ძალა ხსნის, რატომ გააგზავნეს TUA 60-ის თვალთვალისთვის სწორედ F-35-ები და არა ნატოს კოლექტიური არსენალის სხვა თვითმფრინავები. საჭიროების შემთხვევაში F-35-ის აქვს ისეთი ფარული შესაძლებლობები, რომ შეუძლია მიეპაროს TUA 60-ის და ჩამოაგდოს იგი ციდან. მას ეს ფარული შესაძლებლობებიც სჭირდება სჭირდა, რადგან TUA 60 თავისი უზარმაზარი ზომის მიუხედავად სისწრაფით აღემატება F-35-ის. ამერიკული წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავი მაქსიმალურად აღწევს Mach-ის 1.x, რაც D.6, რაც საკმარისი არ არის, რომ დაეწიოს TUA 60-ის, როდესაც ის სრული სიჩქარით მიფრინავს. კიდევ ერთხელ საქმე გზავნილს ეხებოდა. რუსეთმა თავისი ყველაზე დიდი, სწრაფი და ძლიერი ბომბდამშენი ნატოსა და დიდი ბრიტანეთის წყლებთან ახლოს გაგზავნა, რათა ყველა ევროპელმა რუსეთის მტერმა იცოდეს, რა ელოდებათ თუ პუტინის ცუდ მხარეს აღმოჩნდებიან. და ეს გვაბრუნებს კრემლის ერთ-ერთ ცნობილ მოკავშირესთან, რომელიც ტესტებთან ერთად მუქარებსაც აჟღერებს. გაზეთ Mirror-ის მიხედვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საინტერესო განცხადებები გააკეთა რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ბოლო დახურულ შეხვედრაზე. გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას პოლიტიკურ ანალიტიკოს ანდრეი კოლესნიკოვის კომენტარებზე, რომელიც ამბობს, რომ ლავროვმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა გააკეთა. სიტყვის ბოლოსკენ ლავროვი გარკვეული დროით ფრთხილად საუბრობდა რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. შემდეგ მან თქვა სიტყვები, რომლებიც ზუსტად აჩვენებს, რას ფიქრობს ის და შესაძლოა რას ფიქრობს თავად პუტინიც. ხო, მე მაინც გამოვიყენებდი მათ. თუ განზე გადავდებთ სრულ განადგურებას ან დასავლეთის ბირთვული პასუხის გარდაუვალობას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ პოსტზე უკვე 2 წლეულია მუშაობს, ამბობს, რომ ბირთვულ ღილაკს დააჭერდა, თუ გადაწყვეტილება მასზე იქნებოდა დამოკიდებული. ეს იგივე ადამიანია, რომელმაც მანამდეც არაერთხელ გააჟღერა ბირთვული მუქარები და მაისში განაცხადა, რომ დასავლეთთან ბირთვული ომი შესაძლებელი იყო. თუ დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და უკრაინის სხვა დასავლელი პარტნიორები უარს იტყოდნენ უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტაზე და გააგრძელებდნენ სომხეთისა და მოლდოვას დასავლეთის ბლოკში ჩართვის მცდელობას. ლავროვმა განაცხადა, რომ ასეთი ვითარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და დაამატა. ნატოსა და რუსეთის პირდაპირი დაპირისპირება შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ბირთვული დარტყმების გაცვლაში კატასტროფული შედეგებით. ბირთვული მუქარა შესაძლოა. მაგრამ როდესაც ადამიანი, რომელიც წლებია პუტინის უახლოეს წრეშია, ასეთ განცხადებებს აკეთებს ზუსტად იმ დროს, როცა რუსეთის ყველაზე ძლიერი ბირთვული ბომბდამშენები ნატოს საჰაერო სივრცის ზღვართან დაფრინავენ, ამ სიტყვებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. თუმცა კიდევ ბევრი კითხვაა პასუხგასაცემი. რატომ აირჩია რუსეთმა ახლა TUA 60-ის ნატოს ტერიტორიასთან ასე ახლოს გაგზავნა? რა მოხდება შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხს მალე გაგცემთ, მაგრამ ჯერ შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ ახსე არ გაქვთ გამოწერა, ახლა იდეალური დროა ღილაკზე დააწვეთ. მაშინ, რუსეთის გაზრახვები. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ბირთვული მუქარის მორიგი დემონსტრირება იყო, ისეთი, რასაც რუსეთი ადრეც ადრეერთხელ მიმართავდა. როგორც ატლანტიკური საბჭო ამბობს, რუსეთს ბირთვული მუქარების დაუსრულებლად გაკეთება უცხო არ არის და ეს მუქარები უფრო სისუსტის ნიშანია ვიდრე რამე სხვა. როგორც კი რუსეთი თვითონ დაიძაბება, მაშინვე ბირთვულ მუქარებზე გადადის. და ეს შეიძლება უბრალოდ კიდევ ერთი მაგალითი იყოს, რადგან უკრაინის შორმანძილზე მოქმედი დრონები აგრძელებენ რუსეთის საჰაერო თავდაცვის განადგურებას მისივე ტერიტორიაზე. უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დრონების შეტევა განახორციელა, სადაც მოსკოვი იყო მთავარი სამიზნე. სულ რამდენიმე დღით ადრე ვიდრე TUA 60 შენიშნავდნენ. ეს სავარაუდოდ დამთხვევა არ არის. პუტინს სურს, რომ დასავლეთმა იცოდეს, რომ რუსეთს შეუძლია კიდევ უფრო შორს წავიდეს, თუ ის ასე გადაწყვეტს. გაითვალისწინეთ, რომ მაისშიც რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, სადაც ამ ორ ქვეყანას ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული ქობინის ტარების უნარის მქონე იარაღის გაშვების ვარჯიში ჰქონდათ. ბელარუსი უკრაინის უშუალო მეზობელია და ის იმდენად ახლოსაა სხვა ევროპულ ქვეყნებთან, რომ პუტინმა შეძლოს თავისი გზავნილის გადაცემა. რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და ის უზრუნველყოფს, რომ მის არმიას ეცოდინებოდეს, როგორ გამოიყენოს ისინი. მაგრამ მსგავსი რამ უკვე არაერთხელ გვინახავს. იქნება ეს ბირთვული დოქტრინების ხელმოწერა, ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვარის დასაწევად, თუ ახალი ბირთვული ქობინის ტარების უნარის მქონე რაკეტების დემონსტრირება სიამალით. პუტინს უყვარს ატომური აგრესია, მაგრამ არასდროს გადაულია სიტყვიდან საქმეზე. თუმცა ეს სხვანაირად იგრძნობა. TUA 60-ის ასე ახლოს ფრენა ნატოს ტერიტორიასთან არ არის პუტინის უბრალოდ ახალი რაკეტის დემონსტრირება, ან მეგობრულ ტერიტორიაზე ტესტების ჩატარება. ეს ალბათ ყველაზე დიდი მუქარაა, რაც მას ევროპისთვის გამოუცხადებია თავისი შეწრის დაწყების შემდეგ. გაზეთ სანთან საუბრისას ბრიტანეთის არმიის ყოფილმა ოფიცერმა ჰამიშ ბრეტონ გორდონმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოველთვის ატარებდა ასეთი ტიპის სამხედრო წვრთნებს, ბომბდამშენების პირდაპირ დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთით გაგზავნაში რაღაც უფრო პირდაპირი და მუქარის შემცველია. ამ ყველაფერში პროპაგანდის ელემენტიც არის.
რუსეთი როგორც წლების განმავლობაში აკეთებდა, ცდილობს აჩვენოს თითქოს ნატო არის ექსპანსიონისტი აგრესორი. აი რატომ ნახეთ, რომ ლავროვი სომხეთსა და მოლდოვაზე ჩიოდა, როცა ბირთვულ მუქარებს აჟღერებდა. ეს ყველაფერი პროპაგანდისტული თამაშის ნაწილია, რომელსაც პუტინი და მისი გარემოცვა თამაშობენ. რუსეთი თავის სახელმწიფო ტელევიზიაზე აჩვენებს, როგორ დაფრინავენ მათი თვითფრინავები ნატოს საჰაერო სივრცესთან ახლოს და ამით ავრცელებენ მესიჯს, რომ ასეთი ქმედებები აუცილებელია, რათა ნატოს მგლები შორს დაიჭირონ. ზოგიერთი თვალსაზრისით რუსეთის ბოლო ქმედებები იმდენად პუტინის ძალის დემონსტრირებას ემსახურება იმ დროს, როცა მას რუსეთში სუსტი ლიდერის სახელი უჩნდება, რამდენადაც ნატოსთვის გაფრთხილების გაგზავნას. მაგრამ ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ ეს გაფრთხილება აღარ არსებობს. რუსეთს სურს, რომ ნატო და განსაკუთრებით დიდმა ბრიტანეთმა იცოდნენ, რომ მას შეუძლია დათმა მიაყენოს. ყოველ შემთხვევაში, ის რაც ახლახან ვიხილეთ რუსეთის Tu-160-ის წვრთნებზე, არის ჰიბრიდული ომის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი წლებია ნატოს წინააღმდეგ აწარმოებს და რომელიც უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. უკვე ნოემბერში ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული თვითფრინავები ათეულობით ჯერ შევიდნენ ევროპის საჰაერო სივრცეში. ეს ინციდენტი ზუსტად იგივე არ იყო. რუსეთის ბომბდამშენებმა ნატოს საჰაერო სივრცეს გვერდი აუარეს და არ დაარღვიეს იგი. ქმედების არსი კი იგივეა. იქნება ეს დრონები, თვითფრინავები თუ ბომბდამშენები. ასეთი ტიპის შეჭრები რუსეთს რამდენიმე სარგებელს აძლევს. პირველ რიგში მისი პილოტები იღებენ ძალიან საჭირო ფრენის საათებს, განსაკუთრებით მაშინ თუ მათი საბრძოლო გაფრენები და წვრთნები წინააღმდეგობის გარეშე მიმდინარეობს. ეს ვიხილეთ 23 ივნისს, ნორვეგიამ გაგზავნა F-35 ტიპის თვითმფრინავები რუსული ბომბდამშენების დასაკვირვებლად, მაგრამ არ ჩაერია. რუსეთს შეუძლია. მან დაასრულა თავისი 16 საათიანი ტესტი, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულ დონეზე მიიღო ყველაფერი, რაც სჭირდებოდა, თან ამ ყველაფერს თან ახლდა დაშინების მცდელობაც. სიპერიც აღნიშნავს, რომ ჰიბრიდული ომის ასეთი ტაქტიკა რუსეთს საშუალებას აძლევს გაიგოს, როგორ უპასუხებენ ნატოს დამცველები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ მომავალში ნამდვილი თავდასხმის დაგეგმოს აპირებ. და თუ რუსეთს შეუძლია ნატოზე გარკვეული ხარჯების დაკისრება, რაც მინიმუმ ნორვეგიის F-35-ების მიერ გამოყენებული საწვავის სახით მოხდებოდა, მაშინ ეს კიდევ უფრო უკეთესია. დიდმა ბრიტანეთმა რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა სხვებზე მეტად იგრძნო. როგორც The Debreton Gordoni აღნიშნავს, თვითონ MI6-ის ხელმძღვანელმაც კი პირდაპირ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ჩართულია რუსეთით გამოწვეულ ჰიბრიდულ ომში. კიბერშეტევები რუსეთის მხრიდან დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ მუდმივია. კიბერუსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთი ტიპის თავდასხმები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 1586%-ით გაიზარდა. რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, რაც რუსეთის მხრიდან აშკარა ესკალაციას აჩვენებს. რუსეთის აგენტებმა სავარაუდოდ სცადეს ცეცხლი წაეკიდებინათ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერ კეირ სტარმერის რამდენიმე ქონებისთვის, ხოლო დიდ ბრიტანეთს კვლავ აქვს პრობლემა რუსული ჭრდილოვანი ფლოტისა და სამხედრო გემების მის წყლებში შესვლასთან დაკავშირებით. BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის წყლებში სულ მცირე 200 ჭრდილოვანი ფლოტის გემმა გაიარა, ხოლო სამეფო საზღვაო ძალები აცხადებს, რომ მუდმივად აკვირდება რუსულ სამხედრო გემებს და უზრუნველყოფს მათზე სწრაფ რეაგირებას, როცა ისინი გამოჩნდებიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ რუსულმა Tu-160-მა ახლახან ჩაატარა ტესტები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის მახლობლად. შესაძლოა ამ საფრთხეს ნორვეგია გამოეხმაურა და რუსეთის სიამოვნებით შეაშინებს ამ ნატოს წევრს, მაგრამ დიდი ბრიტანეთი აშკარა სამიზნეა. ეხლა მივადექით მეორე კითხვას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დავსვით. რა მოხდება შემდეგ? რუსეთი აშკარად ამძაფრებს თავის მუქარებს, ჰიბრიდულს, ბირთვულს და სხვასაც. რა თქმა უნდა, კრემლი თავს ისე აჩვენებს, თითქოს არაფერი მსგავსი არ ხდება. ეს ყველაფერი უბრალოდ უდანაშაულო ტესტი იყო, ბირთვული შესაძლებლობის მქონე ბომბდამშენების, რომელიც უბრალოდ დაემთხვა 16 საათიან ფრენას ნატოს ტერიტორიის საზღვართან არსებულ საჰაერო სივრცეში. აქ სანახავი არაფერია, განაგრძეთ გზა. ეს ყველაფერი სისულელეა. ეს იყო ირიბი და არა პირდაპირი მუქარა, როგორც ხშირად ხდება რუსეთის ქმედებებში. ეს არც პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთი ასეთ რამეს აკეთებს. უკვე იანვარში 2060 ბომბდამშენი ძალიან ახლოს ჩაატარეს ტესტები დიდი ბრიტანეთის წყლებთან. სწრაფი რეაგირების მზადყოფნის სისტემა კვლავ ამოქმედდა, რადგან დიდ ბრიტანეთთან მეგობრულმა რამდენიმე ქვეყანამ გამანადგურებელი თვითფრინავები გაგზავნა რუსული ბომბდამშენების დასაკვირვებლად. სამეფო საჰაერო ძალების ჩაერთნენ იანვრის ინციდენტში და Eurofighter Typhoon გაგზავნეს რუსული ბომბდამშენების თვალთვალისთვის, როცა ისინი დიდი ბრიტანეთის წყლებს უვლიდნენ. როგორც ადრე ვახსენეთ, რუსეთი ასევე აგზავნის სამხედრო გემებს დიდი ბრიტანეთის წყლებში. ბოლო დროს რუსეთის ხომალდი ადმირალ გრიგორი ორიევიჩი შევიდა დიდი ბრიტანეთის წყლებში და იქ ინციდენტში გაეხლა, სადაც მან გაფრთხილების გასროლა მოახდინა იახტაზე უაიტის კუნძულის სამხრეთით. ეს გემი ისევე როგორც სხვა გემები, რომლებსაც რუსეთი აგზავნის, მეთვალყურეობის ქვეშაა, მაგრამ ის, რასაც აქ ვიწყებთ, დანახვას ნათელია, ვას ნათელია. ეს არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ესკალაცია და აქედან მხოლოდ გაუარესდება ვითარება დიდი ბრიტანეთისთვის, ნორვეგიისთვის და მთელი ნატოსთვის. რუსეთი ცდის, ხომ გესმით? ის ცდის საზღვრებს, რეაქციებს და ნატოს კოლექტიურ მოთმინებას. ახლა როცა რუსეთმა კიდევ ერთხელ შექმნა საჰაერო საფრთხე თავისი ყველაზე ძლიერი ბომბდამშენებით, უფრო ნათელია ვიდრე ოდესმე, რომ დიდი ბრიტანეთი და ნატო მზად უნდა იყვნენ ყველაფრისთვის, რაც შემდეგ მოხდება.
და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უკვე ვხედავთ, როგორ იწყებენ ძალები მოძრაობას. საზღვაო ფრონტზე დიდი ბრიტანეთმა აპრილში გამოაცხადა, რომ ქმნის ერთობლივ საზღვაო ძალძალას 9 ევროპულ ქვეყანასთან ერთად, რომელიც დაემატება იმას, რაც ნატოს უკვე აქვს მოქმედებაში. ეს ძალა შექმნილია იმისთვის, რომ შეაკავოს რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები იმ ღია ზღვის საზღვარზე, რომელსაც როგორც სამეფო საზღვაო ძალების ხელმძღვანელი გენერალი სერ გუინ ჯენკინსი ამბობს, ჩრდილოეთით მდებარეობს. ეს სწორედ ის საზღვარია, რომელსაც რუსეთმა ახლახან თავისი Tu-160-ით დაემუქრა. რა თქმა უნდა, ბირთვული ბომბდამშენის საფრთხეზე საზღვაო ძალების პასუხი სრულად აღშემე. Army Recognition აღნიშნავს, რომ ეს პროგრამა მხოლოდ ძალის დემონსტრირებას არ ეხება. ეს აჩვენებს თუ როგორ გარდაქმნიან ნორვეგია და ნატო საჰაერო პატრულირებას, როდესაც F-35-ებს მხოლოდ გამანადგურებლის როლზე მეც ანიჭებენ. გამოცემის თქმით, F-35-ები აერთიანებენ თანამედროვე სენსორებს, დაცულ მონაცემთა კავშირებსა და სენსორულ შერწყმას, რათა რეალურ დროში შექმნან ოპერაციული სურათი და ამავე დროს შეინარჩუნონ ტაქტიკური კონტროლის შეტაკებაზე. იგივე მიუთითებს F-35-ის განლაგების ხასიათზე 23 ივნისს. ნორვეგიის ერთ-ერთი გამანადგურებელი თვითმფრინავი პირდაპირ Tu-160 და მის ერთ-ერთ MiG-31-ის ესკორტს შორის გაფრინდა, რაც იშვიათი შემთხვევაა და ბევრად ცდება მხოლოდ ვიზუალურ გადაფრენას. შეტაკება ძალით არ იყო საჭირო და არც პირდაპირი ჩარევა განხორციელებულა. საკმარისი იყო, რომ პუტინისთვის შეტყობინება გადაეგზავნათ. რუსეთს შეიძლება შეეძლოს ბომბდამშენების გაგზავნა ნატოს საჰაერო სივრცესთან ახლოს, მაგრამ ნატოს შეუძლია გამანადგურებლები პირდაპირ თქვენი მისიის გულში შეაგზავნოს ისე, რომ ვერც კი გაიგოთ, სანამ ისინი უკვე იქ არ იქნებიან. და თუ სხვა ძველი საჰაერო პლატფორმებთან ერთად გამოიყენება, F-35 შეიძლება გახდეს ახალი მიდგომის ნაწილი საჰაერო პატრულირებაში, რომელიც მრავალფენიან ძალის პროექციას უზრუნველყოფს, რაც ბევრად აღემატება იმას, რისი გაკეთებაც რუსეთს შეუძლია. თუმცა უარყოფა შეუძლებელია იმისა, რაც ახლახან ვიხილეთ რუსეთისგან. ეს არის ბირთვული სიგნალი, დღესავით ნათელი. და იქნება ეს მორეგი მუქარა თუ უარესის მოლოდინის ნიშანი, მეტი უნდა გაკეთდეს იმის საჩვენებლად, რომ პუტინი ვერ შეძლებს ასეთი ქმედებებით დაუსჯელად დარჩენას. რუსეთი იყენებს თავის კლასიკურ დოქტრინას, ესკალაცია დეესკალაციის მიზნით, სადაც დეესკალაცია ამ შემთხვევაში ნიშნავს დასავლეთის იძულებას, რომ უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს და ნატოს გაფართოება შეაჩეროს. ამას პასუხად სავარაუდოდ მეტი ინვესტიცია იქნება საჭირო, განსაკუთრებით ზუსტი დარტყმის შესაძლებლობებსა და უფრო განვითარებულ საჰაერო ტექნოლოგიებში, რაც პუტინს ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაანახობს, რომ ნატოს შეკავების ძალა სრულად აღემატება ყველაფერს, რასაც რუსეთი შეძლებს. F-35-ები, რომლებიც Tu-160-ზე რეაგირებენ, მკაფიო გზავნილს აგზავნიან. მაგრამ რადგან ნატოს წევრ ქვეყნებში უფრო მეტი მნიშვნელოვანი ფიგურა აფრთხილებს, რომ რუსეთი შეიძლება მზად იყოს ნატოს მოკავშირის დასათმელად 10 წლეულის დასრულებამდე, ევროპის როლი ბირთვულ შეკავებაში უნდა გადავიდეს კონცეფციიდან მოქმედებაზე. თუ რუსეთი აპირებს თავისი ტესტების ჩატარებას, ნატოს პასუხი უნდა იყოს ან ტესტების ისეთ წარმატებით ჩაბარება, რომ პუტინს აღარ მოუნდეს მათი განმეორება. პუტინი უკრაინულ ცეცხლის რგოლში აღმოჩნდა და ის ეშვება ქვემოთ, როგორც კი ალი უფრო და უფრო მაღლა იწერს. ყოველ შემთხვევაში ასე უნდა გრძნობდეს თავს, მას შემდეგ რაც უკრაინამ რუსეთზე კიდევ ერთი დრონების შეტევის ქარიშხალი დაატეხა. ნავთობის ქარხნები, საწარმოო ობიექტები და კიდევ ბევრი სხვა რამ ცეცხლშია გახვეული, მას შემდეგ რაც უკრაინამ როგორც ჩანს, რუსეთში ყველაფერს ყველგან ერთდროულად დაარტყა. ეს არის ის, რაც პუტინმა მოუტანა თავის ხალხს, უწყვეტი დრონების ჯარი, რომლისგანაც ვერავინ და ვერაფერი ვერ გადაურჩება. რუსეთი შეიძლება დიდი იყოს, მაგრამ უკრაინის დრონები უმოწყალოა და ისინი რუსეთს ასუსტებენ. მაშინ როცა პუტინის ძლიერ დამცველად აღიარებული რეპუტაცია ნადგურდება. პუტინს არაფერი შეეძლო გარდა იმისა, რომ ეყურებინა როგორ გამოუშვა უკრაინამ დრონების მასიური ჯარი რუსეთის წინააღმდეგ 9 ივლისს და 10 ივლისის განმავლობაშიც. შეტევის დასრულებისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის 376 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ასე რომ ეს არ არის ომის ყველაზე მასშტაბური უკრაინული დრონების იერიში. სულაც არა, მაგრამ შედეგების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. მაშინაც კი როცა რუსეთი ამტკიცებს, რომ ყველაფერი ჩამოაგდო, როგორც ყოველთვის, და არ აღიარებს, რომ რომელიმე დრონმა მიზანს მიაღწია, ცეცხლი გიზგიზებს, აეროპორტები დახურახურულია და ობიექტებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიისთვის და მისი პროდუქციის სხვა ქვეყნებში გატანის შესაძლებლობისთვის მნიშვნელოვანია, მოულოდნელად ძალიან დიდი ხვრელები გაუჩნდა, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. პუტინ, როგორც ჩანს, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე გამოტოვა. დავიწყოთ როსტოვის განადგურებით. როსტოვის ოლქი ესაზღვრება უკრაინას, რაც მას აშკარა სამიზნედ აქცევს, როცა უკრაინას სურს დრონებით სწრაფი გამარჯვებები მოიპოვოს, განსაკუთრებით ახლა, როცა ამ დრონებს უფრო მეტი საბრძოლო ძალა და მანძილის მხრივ მეტი მოქნილობა აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონდათ. და როსტოვი დაზარალდა უკრაინის ღამის დატყმების შედეგად. ტაგანროგში მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ქალაქის პორტის რაიონში მასიური ხანძრები გიგაჩნდა, რაც მიუთითებს დარტყმაზე როსტოვის ერთ-ერთ საექსპორტო ჰაბზე. ხელანოვა პლიუსმა გამოავლინა, რომ ეს ცნობები მხოლოდ ვარაუდი არ იყო, რადგან მალევე დაიწყო ვიდეოების გაზიარება, სადაც სპორტის მიმართულებიდან ამომავალი მუქი შავი ღრუბლები ჩანს.
კიევ-პოსტი წერს, რომ რუსებისგან მიღებული ცნობები, რომლებიც მზად არიან რეალურად გაავრცელონ მომხდარის შესახებ ინფორმაცია, მიუთითებს, რომ უკრაინამ პირდაპირ დარტყმები მიაყენა კურგანოვდას. ნავთობპროდუქტების საცავი არის ადგილი, სადაც რუსული საწვავი და ნავთობპროდუქტები ითვირთება, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე, რომლებიც შემდეგ ამ პროდუქტებს მიაწვიან ყველას, ვინც მზად არის იყიდოს ისინი. მალე კიდევ მეტი ვიდეო და კვამლი გამოჩნდა ქსელანოვა პლუსის ტელეგრამ არხზე, რაც ადასტურებს, რომ ეს კონკრეტული პორტი ახლა ცეცხლშია გახვეული და არეულობაა. მაგრამ უკრაინას როსტოვთან ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული საქმე. როგორც ჩანს, ტაგანროგში კიდევ ერთ სამიზნეს დაარდრეს, ქალაქის საავიაციო კოლეჯს. როგორც სახელიდანაც ჩანს, კოლეჯი ამზადებს სპეციალისტებს რუსეთის საავიაციო და საინჟინრო ინდუსტრიებისთვის. ამ ტიპის სპეციალისტები საკმაოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან მისი მთელი სტრატეგია უკრაინის მიმართ, როგორც ჩანს, შემოიფარგლება დისტანციიდან შეტევით, რაკეტებისა და გლაიდ ბომბების გამოყენებით, რომლებიც თვითმფრინავებიდან ისვრება. და ისევ, არსებობს ვიდეოები, ამჯერად ისინი ტელეგრამზე გააზიარა ოკუპაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, პეტრო ანდრიუშენკომ. ალბათ როსტოვის მცხოვრებლებმა იფიქრეს, ეს უკვე ორი დიდი ობიექტია, რომელსაც უკრაინის დრონებმა დაარდრეს. ალბათ მეტი აღარ იქნება. არასწორია. უკრაინას როსტოვთან ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული საქმე. ეს ოლქი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი საზღვარზე მდებარეობა მას დარტყმებისთვის გამოსაყენებელ პლაცდარმად აქცევს, არამედ იმიტომაც, რომ მისი პორტები რუსეთს აზოვის ზღვაზე გასვლას აძლევს. ეს ნიშნავს, რომ როსტოვი პუტინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის ცდილობს ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლის შენარჩუნებას. და უკრაინის დარტყმების სერიამ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა, რაც ნახევარკუნძულს კიდევ უფრო იზოლირებს, რომელიც უკვე სერიოზულ პრობლემებშია უკრაინის ბრწყინვალე საშუალო მანძილის დარტყმების თვეების შემდეგ. უკრაინის დარტყმები იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ როსტოვის ოლქის გუბერნატორი იური სლიოზარი პანიკაში ჩავარდა. ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო შეტევა როსტოვის რეგიონზე. შეტევის მოგერიების მცდელობისას დაახლოებით 35 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა ტაგანროგისა და აზოვის ქალაქებზე, ასევე აზოვსკისა და მატოევკა-კაგანსკის რაიონებში. სამწუხაროდ ადგილზე შედეგები დაფიქსირდა, განაცხადა გუბერნატორმა. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ადგილზე შედეგები დაახლოებით ნიშნავს იმას, რომ ჩვენს საჰაერო თავდაცვას ბევრი დრონი გამორჩა. ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რუსეთისთვის ჩვენი საჰაერო თავდაცვა იმდენად კარგი იყო, რომ ყველაფერი ჩამოაგდო. უბრალოდ დამთხოვით ნამსხვრევები ზუსტად იმ ობიექტებს მოხდა, რომელთა დაზიანებაც უკრაინას სურდა. და კიდევ ბევრი სხვა ობიექტი იყო იმ ორიდან გარდა, რომლებიც უკვე ვახსენეთ. სლიოზარი იუწყება დათმებზე სოფელ კაგანიკში. სადაც ის ამტკიცებს, რომ უკრაინულმა დრონებმა ადმინისტრაციულ შენობას დაარტყეს, რამაც ხანძარი გამოიწვია, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. აზოვის ქალაქში კი უკრაინის დრონების თავდასხმებმა მასიური ხანძრები გამოიწვია ორ ნავთობის საცავში. ის ხანძრები ალბათ ძალიან დიდი იყო, რადგან რუსეთს არ უყვარს იმის გამჟღავნება, რომ უკრაინის დრონებმა დაარტყეს. ის ფაქტი, რომ როსტოვის გუბერნატორი ამ ყველაფერს საერთოდაც ავრცელებს, გვიჩვენებს, რომ ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ დამალვა შეუძლებელი გახდა. მან თავი შეიკავა იმ ნავთობობი ობიექტების დასახელებისგან, რომლებზეც უკრაინამ დაარტყა, მაგრამ ჩვენ ამის მოსმენა არც გვჭირდება. ქსელონოვა პლუსი კიდევ ერთხელ ამყარებს მტკიცებულებებს, რადგან მისი ვიდეო მასალებისა და გეოლოკაციის შესაძლებლობების კომბინაცია იმ დასკვნამდე მიიყვანს, რომ უკრაინამ სავარაუდოდ დაარტყა ან დონ ტერმინალის ნავთობსაცავს, ან აზოვის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანას. შეიძლება ორივესაც. ცეცხლისა და შავი კვამლის მასშტაბი, რომელიც ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, ნამდვილად მიუთითებს ნავთობის საცავის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმაზე. ჩვეულებრივ შენობაზე თავდასხმისგან ასეთი მასშტაბის ხანძარი აღჩნდება. და თუ უკრაინამ ასევე მოახერხა აღნიშნულ ქარხანაზე დათმობა, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. აზოვის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა აწარმოებს რადარებს, ოპტიკურ ელექტრონულ კომპონენტებს და ზუსტი მართვის სისტემებს, რომლებიც როგორც კიევ-პოსტი წერს, გამოიყენება ყველაფერში, თვითმფრინავებიდან და სამხედრო გემებიდან დაწყებული, რუსეთის ჯავშან ტექნიკითა და რაკეტებით დამთავრებული. ასე რომ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც რუსეთს პუტინის შეჭრის შესანარჩუნებლად სჭირდება, მიუხედავად იმისა, საიდან მოდის თავდასხმები. ეს ყველაფერი უკრაინისთვის საკმაოდ შედეგიანი საღამო გამოვიდა, მაგრამ ჩვენ გითხარით, რომ უკრაინამ ერთდროულად ყველგან და ყველაფერს დაარტყა. და ეს ნიშნავს, რომ უკრაინის დრონების შეტევის შემდეგ მხოლოდ როსტოვი არ იწვის. სხვა რუსულ რეგიონში უკრაინამ ზუსტად იმ ტიპის ობიექტს დაარტყა, რომელიც პრიორიტეტად აქცია მას შემდეგ, რაც უკრაინამ შეიმუშავა გრძელდისტანციური შესაძლებლობები, რამაც ასეთი დარტყმები შესაძლებელი გახადა. ახლა გეტყვით, სად დაარტყეს უკრაინის დრონებმა შემდეგ, მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ახლა იდეალური დროა, რომ ერთი წამით შეჩერდეთ და დააჭიროთ ღილაკს, რათა არასდროს გამოტოვოთ ჩვენი ვიდეოები. მორჩით? კარგია, გადავიდეთ კრასნოდარში დამანგრევალ დარტყმაზე. უკრაინის გიჟური ღამის დარტყმების შესახებ თებთავის ანგარიშში კიევ ინდეპენდენტმა გამოავლინა, რომ უკრაინის დრონებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ილსკის ნავთობდადამამუშავებელ ქარხანას კრასნოდარის რეგიონში. დაახლოებით 500 კილომეტრით დაშორებული უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინის დინის დრონებისთვის ახალი სამიზნე არ არის. უფრო მეტიც, დრონები იქ უკვე რეგულარული სტუმრები გახდნენ.
10 ივლისი აღნიშნავდა მე-17 შემთხვევას, როცა ეს კონკრეტული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ომის დაწყების შემდეგ დაარდღეს, ხოლო ბოლოს ის 2 ივნისს იყო სამიზნე. თითქოს უკრაინის დრონების ოპერატორებს რაღაც წყენა აქვთ. თუმცა რეალურად აქ ხდება ის, რომ უკრაინა მრავალჯერადად ურთყამს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელსაც წელიწადში 6.6 მილიონი ტონა საწვავის გადამუშავება შეუძლია, რადგან განმეორებითი დათმობები რუსეთს არ აძლევს საშუალებას ქარხანას სრულად ამუშაოს. ყოველ ჯერზე, როცა უკრაინის მიერ ბოლოს დაზიანებული ობიექტი შეკეთებას უახლოვდება, ისევ ჩნდება ეს მფრინავი სანქციები და მზად არიან კიდევ ერთი სამიზნე გაანადგურონ. შეიძლება გეგონოთ, რომ რუსეთს 17 დარტყმის შემდეგ უნდა გაეგო, რომ ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან საჰაერო თავდაცვა დასჭირდებოდა. შეიძლება მიხვდა კიდეც, უბრალოდ სათადარიგო საჰაერო თავდაცვა აღარ აქვს. როგორც არ უნდა იყოს, კიდევ უფრო მეტი ხანძარი მძვინვარებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც უკრაინის დრონებისგან შველას ითხოვს. კიდევ ერთხელ, Excel-ი და Overplus-ი გვაწვდიან კადრებს, სადაც ხედავთ, როგორ მძვინვარებს ხარებს ხანძარი ილსკის ნავთობგადამამუშავებელში ღამის ცის ფონზე. რაც შეეხება რეგიონის ხელისუფლებას, კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ სევერსკის რაიონში ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად. აი ეს არის. ველოდებოდით, როდის გამოჩნდებოდა სიტყვა N და კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ არ გაგვიცრუა იმედი. სოფლიოს ყველაზე ზუსტმა დრონის ნამსხვრევებმა, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ დაარტყეს, სულ მე-17-ით და მხოლოდ 2026 წელს უკვე მე-5-ით. ჩვენ უკვე არაც კი გონია, რომ სარკაზმის თავი გვაქვს. ეს ნამსხვრევების საბაბი უკვე მოძველდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ნამსხვრევები არასდროს ვარდება უვნებლად უკრაინის სამიზნიდან კილომეტრებით მოშორებით. ასე რომ ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ ერთხელ დაიწვა, რაც ნამდვილად არ წაადგება რუსეთს იმ საწვავის კრიზისის ფონზე, რომელიც ახლა მთელ ქვეყანას აზანზარებს. გარდა ამისა, საწვავისა და ნავთობის დაწონიჭვა ნიშნავს ნაკლებ ექსპორტს, რაც თავის მხრივ ნიშნავს ფულის შემცირებას კრემლის საომარი ბიუჯეტიდან. კიდევ ერთი ადგილი იყო, რომელიც უკრაინის დრონების თავდასხმის ობიექტი გახდა და ამით დასრულდა ღამის დარტყმების სერია. ეს არ არის სხვა, თუ არა რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი. მოგვინდებოდა გვეუწყებინა, რომ უკრაინის დრონებმა დარტყმაზე მიაყენეს მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს. მოსკოვის დასახიჩრება, რომ ალიტერაციას შეუნარჩუნოთ, თუმცა ასე არ მოხდა. უკრაინამ დრონები გაგზავნა, მაგრამ რუსეთი ამტკიცებს, რომ ყველა მათგანი ჩამოაგდო და არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ამ განცხადებას ეწინააღმდეგება. თუმცა ის, რაც უკრაინა მაინც შეძლო თავდასხმით, რომელსაც მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 16 დრონად შეაფასა, იყო დომოდედოვოს აეროპორტის მუშაობის დროებით შეჩერება. და დამატებით სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტმაც იგივე ტიპის შეზღუდვებთან მოუწია გამკლავება, რაც მიუთითებს, რომ უკრაინის რამდენიმე დრონმა პუტინის მშობლიურ ქალაქამდეც მიაღწია. არის ეს ისეთივე შთამბეჭდავი, როგორც ის, რაც უკრაინამ როსტოვსა და კრასნოდარის მხარეში მოახერხა? ალბათ არა. მაგრამ ორი რამ არის, რაც უკრაინამ შეძლო თავისი დრონების მოსკოვში გაგზავნით. პირველ რიგში აეროპორტის დახურვა ერთ-ერთ მთავარ მიზეზს უკავშირდება, რის გამოც უკრაინა ღრმა დარტყმებს ახორციელებს. ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო, რუსეთის მოსახლეობას დაუბრუნოს. ამ კონცეფციას ცოტა ხანში უფრო დეტალურად განვიხილოთ. მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ აეროპორტი, რომელიც დრონის შეტევის გამო ფრენებს აჩერებს, სავსეა გაბრაზებული ადამიანებით, რომლებმაც ბევრი ფული დახარჯეს და საბოლოოდ მაინც იმ ომს წააწყდნენ, რომლის თავიდან აცილებასაც ცდილობდნენ. უკრაინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აეროპორტების დახურვა იმ ზეწოლის კამპანიის ნაწილია, რომელსაც უკრაინა რუსეთზე ახორციელებს. 2025 წლის მაისში კიევ ინდეპენდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის დრონებმა 1 იანვრიდან 22 მაისამდე აეროპორტების დახურვის 217 შემთხვევა გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის არმიის სამხრეთის დივიზიის სპიკერმა სერხი ბრაჩუკმა მაშინ განაცხადა, ეს შეფერხებების შემთხვევითი არ არის. ისინი წარმოადგენს ზეწოლის კამპანიის ნაწილს ლოგისტიკაზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საზოგადოებრივ მორალზე. რუსეთის მოსახლეობამ ამ ომის ფასი უნდა გადაიხადოს. აეროპორტში კაროებში ძილი ყველაზე მაღალი ფასი არ არის, მაგრამ ეს მორალზე მაინც მოქმედებს. ეს უნიკალური გზა, რომ რუს ხალხს ფასი გადაახტევინოთ. მაგრამ იძულებით ცივ აეროპორტის იატაკზე ძილიან სხვა ადამიანებთან იმ რამდენიმე თავისუფალი სკამისთვის ბრძოლა კარგი გზაა. მოსკოვის ხალხს შეახსენო, რომ მათი პრეზიდენტმა ომი დაიწყო, რომელიც ვერ დაასრულა. და რაც შეეხება შეხსენებებს, ეს გვიყვანს მეორე საკითხზე, რასაც უკრაინის დარტყმებმა მოსკოვში მიაღწია. მათ პუტინი აიძულეს გახსენებოდა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის დედაქალაქზე დარტყმა. უკვე რამდენჯერმე მოხდა. ეს 2026 წელს ივნისის ბოლოს უკრაინამ რუსეთის დედაქალაქში სატელიტური ცენტრი დაარტყა. მანამდე იმავე თვის შუაში უკრაინამ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა. დაარტყა მოსკოვის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რის შედეგადაც მცხოვრებლები წუწუნებდნენ შავი წვიმის გამო, რომელიც დამწვარი ნავთობისგან წარმოიშვა. ვლადიმირ პუტინი ახლა ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ უკრაინას აქვს დრონები, რომლებიც არა მხოლოდ მოსკოვამდე აღწევენ, არამედ შეუძლიათ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურონ. რუსეთის ლიდერი იღბალს უნდა უმადლოდეს 10 ივლისის იერიშის შემდეგ, რომელმაც მხოლოდ აეროპორტის დახურვა გამოიწვია, მაგრამ ასე არ უნდა იყოს.
რაც სავარაუდოდ ახლახან ვიხილეთ უკრაინისგან, არის პრელუდია, აპეტაიზერი მთავარი კერძის წინ, სადაც ცეცხლი რუსეთის დედაქალაქს ეწევა, რომელიც ახლა ბევრად უფრო დაუცველია ვიდრე ოდესმე პუტინის მმართველობის პერიოდში. მოდით უკან დავიხიეთ და 10 ივლისს უფრო ფართო კუთხით შევხედოთ. დავთმების თვალსაზრისით ეს დღე უზარმაზარი იყო. ნავთობის საცავები, გადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო ობიექტები დაზიანდა და ამას დაემატა ის პატარა სასიამოვნო შეხნო შეხსენება მოსკოვისთვისაც. მაგრამ რაც უკრაინა მართლაც აჩვენა რუსეთს, როცა მან რუსეთის მასშტაბით კიდევ ერთი ცეცხლის რგოლი შექმნა, სწორედ ეს იყო. უკრაინის დრონებს ახლა უკვე შეუძლიათ მიაღწიონ თითქმის ნებისმიერ სამხედრო მნიშვნელობის ობიექტს რუსეთის შიგნით და რუსეთს ამაზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თუ რამე 10 ივლისის დარტყმა უმნიშვნელო იყო, ყოველ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ უკრაინის დარტყმის პოტენციალის მზარდ დიაპაზონს. გიჟურად ჟღერს ამის თქმა, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ბევრმა დრონმა 1000 კილომეტრი იფრინა სამიზნემდე მისასვლელად, რაც წარმოუდგენელი მიღწევა იქნებოდა, როცა პუტინმა თავისი შეჭრა დაიწყო. მაგრამ ეს სიმართლეა. უკრაინას შეუძლია ბევრად უფრო ღრმად დაარტყას, ვიდრე 10 ივლისის მაგალითი აჩვენებს და ეს პუტინს შაროლში სვალში სველ ლაქებს დაუტოვებს. ამას ყველაზე გამორჩეული მტკიცებულება სულ რამდენიმე დღით ადრე ვიხილეთ, ვიდრე ბოლო შეტევების სერია დაიწყებოდა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ პირდაპირ დარტყმები მიაყენა ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სიბირეში. გავიმეორებთ კიდევ ერთხელ. ციმბილი. ეს უკრაინიდან 2500 კილომეტრზე მეტია დაშორებით. და როგორც ჩანს, უკრაინამ გამოიყენა FPFP-1-ის ახალი ვერსია, რომელსაც შეუძლია ასეთი მანძილის დაფარვა, რომ ეს საქმე შეესრულებინა. ეს უკრაინის დრონებისთვის ახალი მანძილის რეკორდია და საკმაოდ დიდი სხვაობით. რაც ეს პუტინსა და მის ხალხს ეუბნება, არის მარტივი მესიჯი, რომელიც უკრაინას სურს კრემლის დარბაზებიდან რუსეთის შორეულ აღმოსავლეთამდე გაისმას. აღარაფერი არის უსაფრთხო. და რუსეთმაც ეს იცის. ჯერ კიდევ მარტში რუსი ოფიციალური პირები ამ გაფრთხილებას ავრცელებდნენ. სერგეი შოიგუმ, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო, ასევე ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი. იგივე თქვა შეხვედრაზე ურალში, სადაც მან არამხოლოდ უკრაინის შორმანძილზე მოქმედი დრონები განიხილა, არამედ იმ პერიოდში მომხდარი დივერსიული თავდასხმების სერიაც. იარაღის სისტემების, პირველ რიგში უპილოტო დრონების განვითარების ტემპი და მათი გამოყენების მეთოდების დახვეწილობა ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, განაცხადა შოიგუმ. ეს მაინც ერთი რუსი ოფიციალური პირია, რომელიც მზად არის სიმართლე დაასახელოს. ეს სიმართლეა, რომ რუსეთის უკანა ხაზი გაქრა. მისი ზურგი ახლა დაუცველია და ამას მხოლოდ შოიგუ არ ამბობს. რუსეთის სამხედრო ბლოგერები, რომლებიც დიდი ხანია მოსკოვის სავარაუდო სამხედრო დომინირებას ამტკიცებდნენ და უკრაინის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ, ახლა მიხვდნენ, რომ უკრაინა უპირატესობას იღებს რუსეთზე. დასაც ახლა რუსეთი ებრძვის, ეს არის მთელი რიგი იმ ვარაუდების დამხობა, რომლებიც პუტინის შეჭრამდე არსებობდა. უკრაინას ეს ყველაფერი არ უნდა შეეძლებოდა, მაგრამ ახლა ღრმა დარტყმები რუსეთში თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ფსიქოლოგიურად ეს ფაქტი გავლენას ახდენს რუსეთის მოსახლეობაზე და პუტინის კონტროლი მათზე შესუსტებას იწყებს. გახსოვდეთ, პუტინი ის ადამიანია, რომელმაც თავისი რეპუტაცია იმაზე ააგო, რომ საკუთარ ხალხს ძლიერად ეჩვენებოდა, მაშინაც კი, როცა სხვებისთვის აშკარა იყო, რომ ის ბევრად სუსტია ვიდრე ამტკიცებს. დიდი დამცველი ახლა სულელ მათ უარად ვრინდება, რადგან ვეღარ ახერხებს ომის შედეგებისგან ჩვეულებრივი რუსების დაცვას. ისეთი დარტყმები, როგორიც 10 ივლისს ვიხილეთ, საზოგადოებრივ დისკურსში ცვლილებებს იწვევს, რაც ისეთივე აშკარაა სოციალურ მედიაში, როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს დარბაზებში. როგორც ატლანტიკურმა საბჭომ აღნიშნა ივნისში სანქტ-პეტერბურგზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ, რუსეთის საზოგადოებრივ დისკურსში ტონის ცვლილება დიდწილად უკავშირდება უკრაინის სულ უფრო ეფექტურ სტრატეგიულ ბომბ დასხმებს, რომელთა უგულებელყოფა ან დაკნინება გაცილებით რთული ხდება. აფეთქებების კადრები ახლა ყოველდღიურად ავსებს რუსულ სოციალურ მედიას, ხოლო მოსკოვის რეგიონზე ბოლო თავდასხმებმა განსაკუთრებით მტკივნეულად იმოქმედა. ჩვენ თვითონაც ვერ ვიტყოდით ამას უკეთ. ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა კიდევ ერთი დრონით ამ მტკივნეულ წერტილს ურტყამს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ანადგურებს ან საწყობს ანგრევს, ეს რუსეთის ხალხს ახსენებს, რომ ეს ყველაფერი არ იყო აუცილებელი. უკრაინას ეს ომი არ უნდოდა, პუტინს უნდოდა. და სწორედ პუტინი არის მიზეზი, რატომაც ისინი ამდენ ტკივილს გრძნობენ. ეს უბრალოდ უკრაინაა, რომელიც რუსეთის საკუთარ ტაქტიკას მის წინააღმდეგ იყენებს, თუმცა ისე რომ უშუალოდ რუს ხალხს არ ესხმის თავს, მაგრამ მაინც ტკივილს აყენებს. რუსეთის საჰაერო კამპანია ტერორზეა დაფუძნებული. პუტინი ისეთივე სიამოვნებით ურტყამს უკრაინის ქალაქებს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც სამხედრო ობიექტებს, რადგან ყველაფერი, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს, იძულებითი ხასიათისაა. პუტინის მცდელობა დაარწმუნოს უკრაინის ხალხი, რომ შეწყვიტონ წინააღმდეგობა და მისცენ რუსეთს თავისი სურვილის შესრულების საშუალება. ყველაფერი, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს, არის ამ ტიპის იძულებითი კამპანიის საკუთარი ვერსიის გამოყენება, რათა რუს ხალხზე იგივე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს, ოღონდ პუტინის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გარეშე. და ბოლოს, ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ ზეწოლაზე. არ დაგავიწყდეთ ერთ-ერთი ობიექტი, რომელსაც უკრაინამ 10 ივლისს დაარტყა, ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. როცა ზეწოლაზე ვსაუბრობთ, რუსეთის საწავის კრიზის ვერაუსვერაულით გვერდს.
თუ ჰორიზონტზე გაჩენილი ხანძრები შეგვახსენებს, რომ პუტინის ომი სახლში დაბრუნდა, რუსეთში საწოვის დეფიციტის გამო გრძელი რიგები ბევრად უფრო ხელშესახებით ტკივილია, რომელსაც რუსი ხალხი განიცდის. საწოვის კრიზისი, რომელიც ყირიმში დაიწყო, ახლა მთელ რუსეთში გავრცელდა და ყოველ ჯეზერზე, როცა საწოვის მწარმოებელ ქარხანას ცეცხლი ეკიდება, მდგომარეობა უარესდება. DW-ს ცნობით, გელენჯიკის რეგიონში მცხოვრები ერთ-ერთი რუსი ქალი ამტკიცებს, რომ 3 დღე გაატარა მანქანის გასავსებად. ის ღამეს მანქანაში ათევს და ბენზინგასამართ სადგურებზე დილის 5 საათზე მიდის. ხოლო იმისთვის, რომ აღმოაჩინოს, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი ისევ არის. ეს ერთჯერადი შემთხვევა არ არის. ეს რეალობაა ბევრისთვის რუსეთში, რადგან ისინი საათობით დგანან რიგში იმ ერთი პროდუქტისთვის, რომელიც მათ ქვეყანაში უხვად უნდა იყოს, რადგან რუსეთი თავად აწარმოებს მას. როცა უკრაინამ ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა დარტყმა, ყველანი აღფრთოვანებულები ვიყავით ამ დარტყმის ოსტატვით, ატობით. ქვეყანამ, რომელსაც სულ 4 წლის წინ არ ჰქონდა შორი მანძილის იარაღი, რომლითაც რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე დააზიანებდა, ახლახან დაარტყა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 1000-ობით კილომეტრის დაშორებით სიბირეში. დასვეს კითხვები: როგორ მოახერხა უკრაინამ ეს? რა ტიპის დრონი გამოიყენა? ახლა პასუხები გვაქვს. რუსეთში აღარაფერი ეუსაფრთხო, რადგან უკრაინამ შექმნა რაღაც, რასაც რუსული საჰაერო თავდაცვა ვერ აჩერებს. 3400 კილომეტრიანი ურჩხული, რომელიც აქამდე არავის უნახავს. რუსეთი ვერ დამალავს თავს მოახლოებული ქარიშხლისგან, რადგან ომსკმა იხილა როგორ გაუგზავნა უკრაინამ გზავნილი, რომ ახლა შეუძლია დაარტყას თითქმის ყველა მნიშვნელოვან ობიექტს რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინას ახალი დრონი აქვს. არა, ეს ახალი დრონი არ არის. ეს არის დრონის განახლებული ვერსია, რომელსაც უკრაინა უკვე თვეები აიყენებს რუსეთის დასარტყმელად. FP1. ამ დრონს ახლა ახალი მონათესავე მოდელიც აქვს და მან უკრაინას აქამდე არ ნახული სიღრმის დარტყმის შესაძლებლობები მისცა. FP1-ER უკვე აქ არის. და ეს არის ყველაფერი, რაც ამ დროისთვის მის შესახებ ვიცით. პირველი მინიშნებები, რომ ომსკის თავზე რაღაც ახალი გამოჩნდა, კომპანია Firepoint-ის თანადამფუძნებელ დენის სტილერმანისგან მივიღეთ. როდესაც ომსკის ნავთობგადამამუშავებელზე კვამლი აიწია, სტილერმანმა X-ზე გაავრცელა მარტივი, მაგრამ თამაშის შემცვლელი შეტყობინება. ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ხდება ახალ FP1-ის, თქვა მან. და შემდეგ მეორე შეტყობინება გამოაქვეყნა, სადაც უბრალოდ ეწერა 3400. ამით ჩვენ პირველად მივიღეთ ინფორმაცია იმაზე, რასაც ახლა FP1-ER-ს უწოდებენ. Firepoint-ის FP. FP1 დრონის გაფართოებული რადიუსის ვერსია არამხოლოდ წარმოებაშია, არამედ უკვე HR-შია. მან დაამტკიცა, რომ არის გამანადგურებლად ზუსტი, განსაკუთრებულად ძლიერი და შეუძლია 1000-ობით კილომეტრის დაფარვა, თან ისე რომ აიცილოს ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც რუსეთი მის გზაზე აყენებს. ერთადერთი, რაც Firepoint-მა თავისი გადაკეთებული დრონის შესახებ ჯერჯერობით დაადასტურა, არის მოქმედების რადიუსი. 3400 კილომეტრი დაახლოებით 3-ჯერ მეტია ვიდრე ორიგინალი FP. FP1-ის შეუძლია ფრენა, იტყობინება Euromaidan Press-ი და ეს საკმარისი იქნება რუსეთის შესაშინებლად. უკრაინას ახლა აქვს დრონი, რომელსაც შეუძლია დაარტყას რუსეთის ყველა მნიშვნელოვან სამხედრო, ნავთობისა და საწარმოო ობიექტს, დასავლეთ და ცენტრალურ რუსეთში. ამაზე მეც სტილერმანი დიდად არ ამხელს. თუმცა ანალიტიკოსები, რომლებმაც დააკვირდნენ იმ რამდენიმე სურათს, რაც FP1-ER-ის ფრენისას გვაქვს, ამჩნევენ, რომ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც მას თავდაპირველი FP1-ისგან გამოარჩევს. ერთ-ერთი ასეთი ანალიტიკოსია გრემპა როი X-ის ანგარიში, რომელსაც კანადაში მცხოვრები დრონების ექსპერტი მართავს. როიმ ყურადღებით დაათვალიერა FP1-ER-ის ფრთები და რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება შენიშნა. ახალი დრონის ფრთები აშკარად უფრო გრძელია ვიდრე ორიგინალური FP1-ის ფრთები, რაც პლანირების მეტ შესაძლებლობას იძლევა და ზრდის FP1-ER-ის მოქმედების რადიუსს. გარდა ამისა, ფრთებს ოდნავ განსხვავებული ფორმაც აქვთ, რაც უფრო დიდ ზედაპირს უზრუნველყოფს. ეს კვლავ პლანირებაში ეხმარება. ასევე ნიშნავს, რომ FP1-ER-ს შეუძლია FP1-ზე მეტი საწოვის ავზი დაიდიოს. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ FP1-ER იყენებს საწოვის ინექციის რომელიღაც ფორმას, რაც საწოვის უკეთესი მოხმარების ხარჯზე ფრენის მანძილს ზრდის. თუმცა ეს ჯერ დამტკიცებული არ არის. ძალიან ცოტა რამ არის დადასტურებული. FP1-ER ამ საწყისი ანალიზის მიუხედავად, მაინც ძირითადად საიდუმლოდ რჩება. არის კიდევ რამდენიმე რამ, რაშიც შედარებით დარწმუნებული დარწმუნებულები ვართ. პირველ რიგში ის FP1-ER, რომელიც Firepoint-მა გამოუშვა, კიდევ უფრო უკეთესია ვიდრე FP1-ის მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც ყველას ეგონა, რომ უკრაინას უნდა მიეღო. ივნისში Firepoint-მა პარიზში, Eurosatoris გამოფენაზე FP1-ის განახლებული ვერსია წარადგინა. ამ გამოფენამ აჩვენა, რომ FP1-ის მართლაც ჰქონდა დამატებითი საწოვის ავზი, თუმცა Firepoint-ი ამტკიცებდა, რომ ეს დრონს 2700 კილომეტრის მანძილს მისცემდა. ეს ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმამდე ნაკლებად ერთი თვით ადრე მოხდა. ასე რომ, სულ რამდენიმე კვირაში, როგორც ჩანს, Firepoint-მა მოახერხა FP1-ის ახალი ვერსიის კიდევ ერთხელ განახლება და მის მოქმედების რადიუსს დამატებით 800 კილომეტრი დაემატებინა.
ან ეს, ან Eurosatoris-ზე ნანახი FPFP-1-ის ვერსია. სრულიად სხვა დრონი იყო და FP-1-ER საიდუმლოდ ინახებოდა მანამ, სანამ ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე არ ჩამოვარდა. მეორეც, ჩვენ მაინც შეგვიძლია დაახლოებით შევაფასოთ FP-FP-1-ER-ის სავარაუდო ფასი. როგორც Euromaidan Press აღნიშნავს, ორიგინალი FP-1 უკრაინას ერთ-ერთეულზე დაახლოებით $50,000 უჯდება. FP-FP-1-ER უფრო ძვირი ეღირება დიდი ფრთებისა და დამატებითი საწვავის ავზების გამო. თუმცა ეს დამატებები საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ FP-FP-1-ER-ის ფასი Firepoint-ის სხვა დიდ მანძილზე მოქმედი იარაღზე FP-FP-5-ზე მაღლა ავიდეს. ამ ფთოსანი რაკეტის ჰიბრიდს FP-1-ER-ის მსგავსი მოქმედების რადიუსი აქვს, მაგრამ მისი ფასი $500,000-ია. ძალიან სავარაუდოა, რომ უკრაინა შეძლებს რამდენიმე FP-FP-1-ER-ის შეძენას ერთი FP-FP-5-ის ფასად, რაც მიუთითებს, რომ მისი ფასი 6 ნიშნა რიცხვის ქვედა ზღვარზეა. შესაძლოა კიდევ უფრო ნაკლებიც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდ წვრილს შეაქვს საწვავის ავზებსა და ფრთის მასალას. FP-1-ის თავდაპირველ $50,000-იან ფასში. რასაც რუსეთი აქ ხედავს, არის დრონი, რომელსაც შეუძლია ასობით ობიექტის დაზიანება და რომლის აშენებაც რაკეტის ღირებულების მცირე ნაწილად შეიძლება. და ეს შემაშფოთებელია. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას მომავალში შეეძლება FP-1-ER-ის დიდი როების გაშვება. რაც შეეხება FP-1-ER-ის სხვა ყველა დეტალს, მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. საიდუმლოებები კვლავ რჩება დაწყებული დრონის საბრძოლო დატვირთვით. FP-1-ის ორიგინალ ვერსიას 60 კილოგრამიანი საბრძოლო დატვირთვა აქვს, რაც ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდა ის საბრძოლო ძალა, რაც ომსკში ნანახის მსგავსის განხორციელებისთვის იყო საჭირო. Firepoint-მა მოგვიანებით განაახლა FP-1, რომ მას 105 კილოგრამი ასაფეთქებელი ტვირთის გადატანა შეძლებოდა და როგორც ჩანს, FP-1-ER სწორედ ამ ზომის საბრძოლო ქობინს იყენებს. სავარაუდოდ, მაგრამ დაუდასტურებელია. შესაძლებელია, რომ FP-1-ER-ის საბრძოლო ქობინი ოდნავ უფრო დიდი იყოს, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული. შეძლებენ თუ არა შეცვლილი ფრთები და დამატებითი საწვავის ავზებით დამატებითი წონის კომპენსირებას. სხვა რამ, რაც არ ვიცით უკრაინის ახალ დრონზე, არის ის, თუ როგორ მუშაობს მისი მართვის სისტემა. FP-1-ER შეიძლება მართლაც იყენებდეს სატელიტური და ინერციული ნავიგაციის კომბინაციას, რასაც ამ ტიპის იარაღში ელოდებოდით. თუმცა რუსეთს აქვს ელექტრონული ბრძოლის სისტემები, რომლებიც სატელიტურ სიგნალებს ახშობს და დრონი, რომელიც რამდენიმე 1000 კილომეტრს გადის, უამრავ შესაძლებლობას იძლევა ამ სიგნალის ჩასახშობად. მხოლოდ სატელიტური ნავიგაციით სარგებლობა რისკს წარმოადგენს. ასე რომ შესაძლებელია FP-1-ში რაიმე სახის ხელოვნური ინტელექტი იყოს გამოყენებული. რა შეიძლება იყოს ეს ხელოვნური ინტელექტი, უცნობია, თუ საერთოდ არსებობს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესებული FP-1, რომელიც Eurosatoris-ზე წარადგინეს, ასევე თან ახლდა Firepoint-ის განცხადება, რომ მისმა დრონებმა ხელოვნური ინტელექტის სისტემების მიღება დაიწყეს. კლავაც დეტალები არ გაუციათ, მაგრამ ლოგიკურია, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ დრონში, რომელსაც შეუძლია 3400 კილომეტრის დაფარვა, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ ჯემინგის შესაძლებლობა გაანეიტრალოს და მთელი ფრენა დროის ფუჭად კარგოდ არ იქცეს. და ბოლოს, FP-1-ის შესახებ კიდევ ერთი რამ ვიცით ზუსტად. რუსეთის საუკეთესო გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ვერ შეაჩერა იგი ომსკში. უკრაინის ომსკზე თავდასხმიდან მალევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც მიუთითებდა, რომ რუსეთმა Su-57 განათავსა უკრაინის დრონების შესაჩერებლად. Su-57 ითვლება რუსეთის მეხუთე თაობის გამანადგურებელ თვითმფრინავად, თუმცა თვითმფრინავის ხარისხთან დაკავშირებით ბევრი ეჭვია, რაც მას მეოთხე თაობის ზედაზღვარზე აყენებს. მიუხედავად ამისა, ეს არის რუსეთის საუკეთესო გამანადგურებელი თვითმფრინავი და მისი სისწრაფისა და ცეცხლსასროლი ძალის კომბინაცია საკმარისზე მეტია, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი უკრაინული დრონი შეაჩეროს. მაგრამ რუსეთის Su-57-მა რამდენჯერმე ვერ გაამართლა. Euromaidan Press ამბობს, რომ უკრაინამ 6 ივლისის თავდასხმის დროს ომსკში დაახლოებით 7 დრონი გაგზავნა, რაც არა მხოლოდ რუსეთის Su-57-ს უამრავ სამიზნეს მისცემდა, არამედ ასევე გაზრდიდა შანსს, რომ ეს დრონები რუსულ რადარულ სისტემებზე გამოჩენილიყვნენ. მართლა მაიკლ ბონეტმა, რომელიც რენდის ანალიტიკოსია, აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის დრონებთან საბრძოლველად, როგორც Su-57, ასევე A-50, AWACS, ანუ საჰაერო გამაფრთხილებელი და საკონტროლო სისტემის თვითმფრინავი გამოიყენა. ბონეტმა თქვა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი კომბინაცია ვნახეთ და ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის რადარებმა უკრაინის დრონები ომსკში მისვლამდე ბევრად ადრე შენიშნეს. ერთი ტიპის დრონები ნელა მოძრაობენ და ომსკამდე მისასვლელად საათები დასჭირდებოდათ. თუ მხოლოდ A-50 და Su-57 ტიპის თვითმფრინავები არ დაფრინავდნენ ზემოდან 24 საათი, კვირაში 7 დღე, რაც წარმოუდგენლად ნაკლებად სავარაუდოა მათი მცირე რაოდენობიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს, რომ FP-1 ტიპის დრონები რამდენიმე საათის განმავლობაში იქნებოდნენ თვალთვალის ქვეშ, რათა თვითმფრინავებს აფრემის საშუალება ჰქონოდათ, ამბობს ბონეტი. მიუხედავად ამისა, უკრაინის ახალმა FP-1 ტიპის დრონებმა აიცილეს თავიდან ის, რაც გარდაუვალი განადგურება უნდა ყოფილიყო. ეს სავარაუდოდ იმით არის განპირობებული, რომ ისინი მცირე ზომის სამიზნეები არიან და შეუძლიათ დაბალ სიმაღლეზე ფრენა. მიუხედავად იმისა, რომ დრონები მაინც გამოჩნდებოდნენ ზოგიერთი რუსული რადარის ეკრანზე, დაბალ სიმაღლეზე ფრენა იმას ნიშნავს, რომ რუსეთის გამანადგურებელ თვითმფრინავს დრონებთან შესახვედრად მოუწია არასასიამოვნოდ დაბალ სიმაღლეზე დაშვება. ცხადია, Su-57-მა თავის დავალებაში ვერ გაამართლა.
ასე დაბალ სიმაღლეზე ფრენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად რთულია ამ დრონების აღმოჩენა. ამატებს პონეტი. აი რას უპირისპირდება ახლა, როგორც ჩანს, რუსეთი. ახალი უკრაინული დრონი, რომელიც რეალურად უკვე არსებული დრონის გადამუშავებული ვერსია, შეუძლია 3400 კილომეტრის დაფარვა, დიდი ტვირთის ზუსტად მიტანა და შეუძლია აიცილოს საჰაერო თავდაცვა და თავი დააღწიოს რუსეთის საუკეთესო გამანადგურებელს. ეს პუტინისთვის კოშმარია. და ამ კოშმარის შედეგები ომსკში ვიხილეთ. ახლა გავამჟღავნებთ თუ რას აკეთებდა FP1R სიბირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჩვენს არხზე ახალ ინფორმაციას ირებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინების ზარის ჩართვა, რომ მეტი ჩვენი ვიდეო ნახოთ. ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაუბრუნდეთ. დეტალურად განვიხილეთ ის ტიპის დრონი, რომელიც უკრაინამ გამოიყენა სიბირეში მდებარე იმ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასაწყმელად, მაგრამ დარტყმის შედეგებზე ჯერ არ გვითქვამს. ეს შედეგები მნიშვნელოვანია. სოფლიოში არსებული ყველა გადაკეთება და შთამბეჭდავი მახასიათებელი არაფერს ნიშნავს, თუ უკრაინის ახალ დრონს არ შეუძლია ზიანი მიაყენოს სამიზნეს, როცა იქ მივა. და უნდა ითქვას, უკრაინის დრონებმა მართლაც დიდი ზიანი მიაყენეს. უკრაინამ ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რამდენიმე მიზეზის გამო აირჩია. ერთ-ერთი რა თქმა უნდა მანძილია. რა შეიძლება იყოს უკეთესი გზა რუსეთისთვის იმის საჩვენებლად, რომ მას ახალი საფრთხე აქვს, ვიდრე ამ საფრთხის გაგზავნა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც უკრაინიდან დაახლოებით 2500 კილომეტრითაა დაშორებული. ომსკზე დრონით თავდასხმა მანძილის რეკორდი მოხსნა და ეს თავისთავად უკვე გზავნილია. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ყველაზე დიდია მთელ რუსეთში და ქვეყნის ნავთობის გადამუშავების დაახლოებით 10% უზრუნველყოფს. ამის შესახებ იუწყება Euromaidan Press. ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უზრუნველყოფს სიბირის ფედერალურ ოლქში გამოყენებული საავტომობილო საწვავის ნახევარზე მეტს და ყოველწლიურად შეუძლია 22 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება. უკრაინის დარტყმა მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას არ დაუმიზნებია. FP1R-მა თავისი სიზუსტე დაამტკიცა ომსკში, 2 დისტილაციის დანადგარის განადგურებით, რომლებიც ერთად ყოველდღიურად 50,000 ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას უზრუნველყოფდნენ. სატელიტური სურათები, რომლებიც 6 ივლისის თავდასხმიდან მეორე დღეს გამოჩნდა, გვიჩვენებს, რომ უკრაინის დრონებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე 4 ზუსტი დარტყმა მიაყენეს. ელუავთ 11 დანადგარს, რომელსაც უკრაინამ დაარტყა, წელიწადში 8,6 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ახლა ის ცეცხლმოკიდებული ნანგრევია. ომსკშიც დაზიანდა გადამუშავებული ნავთობის მილსადენები. აქ ვხედავთ ისეთ სიზუსტეს, რომ გვიჩნდება კითხვა, ხოლოდ სატელიტურ და ინერციულ ნავიგაციაზეა თუ არა დამოკიდებული FP1R. უკრაინის დრონებმა 1000 კილომეტრი დაფარეს და ძალიან კონკრეტულ ობიექტებს დაარტყეს, რომლებიც უზარმაზარ კომპლექსში იყო განთავსებული. ეს ისეთი სიზუსტეა, რომელსაც არავინ ელოდა და კიდევ უფრო აძლიერებს იმ ჭორებს, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიზანში მოხვედრაზე საუბრობენ. FP1R-ზე გავრცელებული ჭორების მიუხედავად, გვერების მიუხედავად ვიცით, რომ უკრაინის დრონმა კატასტროფული ზიანი მიაყენა. შემდგომ ანგარიშში Reuters-მა გაამჟღავნა, რომ რუსეთს ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობის შეჩერება მოუწია განუსაზღვრელი ვადით. დაზიანების შეფასება უკვე მიმდინარეობს ობიექტზე და ნებისმიერი სარემონტო სამუშაო, რაც საჭიროა, დასავლეთის სანქციების ფონზე უნდა განხორციელდეს, რაც რუსეთს კიდევ უფრო ურთულებს საჭირო კომპონენტების მოძიებას სარემონტო სამუშაოებისთვის. FP1R-ის გამოყენებით უკრაინამ ახლახან გადაჭრა სიბირის საწვავის არტერია და ეს გააკეთა მანამდე არ ნახულ მანძილზე. ეს კი გვიყვანს იმ საკითხამდე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი მომავლისთვის. პირველ რიგში უკრაინის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევების კამპანია ახლა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე. რუსეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დარტყმა პუტინისთვის გზავნილია, რომელსაც ვერ დაიგნორებს, მაგრამ ეს ხდება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევების კამპანიის გამწვავების ფონზე, რამაც რუსეთი კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო. ომსკის დარტყმის შემდეგ უკრაინამ ოფიციალურად დაარტყა რუსეთის ყველა 11 უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, როგორც United24 მედიამ 7 ივლისს გაავრცელა. ეს სტრატეგიული ეტაპია მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის სიბირის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არასდროს უნდა ყოფილიყო უკრაინის მოქმედების არეალში. ახლა კი არის. და ეს რას ნიშნავს რუსეთისთვის? ეს ნიშნავს, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე კამპანია, რომელიც უკვე იწვევდა დიდ ფინანსურ და შიდა პრობლემებს, კიდევ უფრო სერიოზული გახდება. ერთმეტ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელსაც უკრაინამ დაარტყა, ჯამში წელიწადში დაახლოებით 156 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. ეს იმასაც არ ითვლის, რომ უკრაინამ უფრო პატარა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც დაარტყა. როგორც კი FP1R მასობრივ წარმოებაში შევა, ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც ახლა უკრაინიდან ყველაზე შორს არიან, ლეგიტიმურ სამიზნეებად იქცევიან, იმ ტიპის განმეორებითი დარტყმებისთვის, რასაც უკრაინა ახლოს მდებარე ქარხნებზე ახორციელებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ველით რომ ომსკზე ორმაგ დარტყმას მალე ვიხილავთ. მეტი დარტყმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ნიშნავს, რომ რუსეთში არსებული საწვავის კრიზისი ახალ დონეზე შეიძლება გადავიდეს. ეს კრიზისი უკვე ფართოდ და ღრმად ვრცელდება რუსეთში.
CNN უთხრება, რომ კრიზისი, რომელიც დაიწყო ყირიმში, უკრაინის ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამის შედეგად, ერთგვარად თითქმის ყველა რუსეთის 83 რეგიონს შეეხო. ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები იმდენად გრძელია, რომ სადგურზე მისასვლელად საათობით ლოდინი გიწევს. და ბევრ შემთხვევაში ეს საათები მხოლოდ ბენზინის შეზღუდით სრულდება, რაც ნიშნავს, რომ საშუალო რუსს საკუთარი მანქანის ავზის შევსებაც კი არ შეუძლია. ფასები იზრდება, რადგან საწვავის მარაგები იწურება და რუს მოსახლეობაში გაღიზიანება იმდენად ძლიერია, რომ ზოგ შემთხვევაში ჩხუბამდეც მიდის საქმე. რუსეთის პასუხი ამ ყველაფერზეა ყველა ძირითადი ტიპის საწვავის ექსპორტის აკრძალა. რა ივლის გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა აკრძალა დიზელისა და საავიაციო საწვავის ექსპორტი. ეს მოყვა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას, რომელიც უნდა გაგრძელდეს ივლისის ბოლომდე, თუმცა ძალიან სავარაუდოა, რომ გახანგრძლივდება. და როგორ ვიცით ეს? რუსეთმა განაცხადა, რომ ივლისში დაიწყებს ბენზინისა და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტს, ხოლო ქვეყანა, რომელსაც საწვავის ყიდვა სჭირდება, ძნელად შეძლებს ისევ გაყიდვას. რუსეთს გონია, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს. უკრაინამ რუსეთს აჩვენა, რომ აღდგენა არ მოხდება. ჰაერში ახალი შორმანძილზე მოქმედი დრონია, რაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უფრო მეტ დართვას შესაძლებელს ხდის, ვიდრე ოდესმე. ეს მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არ არის. რუსეთში ყველაფერი, ციმბირამდეც კი, სამიზნედ იქცა. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს საინტერესო ინტერაქტიული რუკა აქვს. ამ რუკაზე ვხედავთ ყველა სამხედრო ბაზას, რომელიც რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე და სხვაგანაც აქვს. ამ ბაზების უმეტესობა კონცენტრირებულია ცენტრალურ და დასავლეთ რუსეთში, ფაქტობრივად ასობით მათგანი. მაგრამ რუსეთის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, დაახლოებით მესამედი გზის გავლის შემდეგ, ომსკს ვხედავთ. და რაც ახლა ვიცით არის ის, რომ უკრაინის FP1ER-ს შეუძლია პირდაპირ დაარტყას ყველაფერს ამ რეგიონის დასავლეთით. და გახსოვდეთ, რომ ომსკი უკრაინიდან 2500 კილომეტრითაა დაშორებული. FP პირველი ერს კიდევ 900 კილომეტრი აქვს მარაგში, ასე რომ სავსებით შეუძლია დაარტყას იმ ბაზების ჯგუფს, რომელიც რუსეთმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღმოსავლეთით განავითარა. ეს არის ამ ახალი დრონის ის ასპექტი, რომელსაც პუტინი შეიძლება საერთოდ არ ითვალისწინებდეს. უკრაინის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები ყველა სათაურებში ხდება, მაგრამ რუსეთმა ყველა ის თვითმფრინავი, რომელიც ბაზაზე ჰყავს და უკრაინაზე რაკეტებსა და გლაიდ ბომბებს უშვებს, ახლა სამიზნედ იქცა. იგივე ეხება საბრძოლო მასალის საწყობებსა და სამხედრო სამრეწველო ობიექტებს. რა თქმა უნდა, ესეთი ტიპის სამიზნეების დარტყმა უკრაინისთვის ახალი არაფერია. როგორც United24 Media, 9 ივლისის სტატიაში აღნიშნავს, უკრაინა მარტის შემდეგ რუსეთის 6 მთავარი რაკეტების საწარმო დააზიანა. მაგრამ რაც უნდა გვახსოვდეს, აქ არის ის, რომ მხოლოდ აპრილში აცხადებდა უკრაინა, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული თავისი დარტყმის რადიუსი 2.5-ჯერ გაზარდა და 1750 კილომეტრს მიაღწია. ხოლო რამდენიმე თვეში ეს რადიუსი თითქმის გაორმაგდა. საბოლოოდ ყველაფერი ამას უკავშირდება. უკრაინის მოქმედების რადიუსი უფრო შორს და უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე თვითონაც კი ეგონა რომ შეძლებდა. სრულიად ზუსტი არ იქნება იმის თქმა, რომ FP1-ის გამო რუსეთში ყველაფერი სამიზნე გახდა, მაგრამ ყველაფერი, რაც რუსეთში თუნდაც ოდნავ კავშირშია პუტინის შეჭრასთან, უკვე ლეგიტიმური სამიზნეა. უკრაინის სიღრმისეული დარტყმის სტრატეგია ახალ დონეზე ავიდა და რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შეაჩეროს. ასებობს ცნობები, რომ რუსეთმა დაიწყო ძლიერი ჩამხშობების განთავსება, რომლებიც როგორც ამბობენ, უნარი აქვთ კატიშონ სტარლინკის სატელიტური სიგნალები, რომელსაც უკრაინის დრონები იყენებენ. თუ ასეა, მათ ვერ შეძლეს ომსკში გაგზავნილი FP1-ების შეჩერება. კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება. საჰაერო თავდაცვის მიმართულებით პუტინმა დაავალა, რომ ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოება რუსული ინდუსტრიის პრიორიტეტი უნდა გახდეს. ეს რთული ამოცანა იქნება, რადგან რუსეთის საჰაერო თავდაცვის პრობლემა ახალი არ არის და ომსკის დარტყმამ აჩვენა, რომ ეს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ვინმეს ეს ეგონა. უკრაინა დიდი ხანია რუსეთის ზომას მის წინააღმდეგ იყენებს. ეხლა როცა FP1-ER არა მხოლოდ მზადაა, არამედ საბრძოლო ეფექტურობას დაამტკიცა, ის რაც ოდესღაც რუსეთის უდიდესი ძალა იყო, შეიძლება იქცეს სისუსტედ, რომელმაც პუტინი ომში დამარცხებამდე მიიყვანოს. ინოვაცია ყველაფრის საფუძველში დგას, რასაც უკრაინა აკეთებს და FP1-ER ამის სრულყოფილი მაგალითია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ წინა ხაზი. იმდენი ყურადღება ექცევა უკრაინის უკანა შეტევას, რომ ადვილია დაგვაიწყდეს წინა ხაზეც ისეთივე ბრწყინვალებაა, როგორც უკრაინის სტრატეგიის შორმანძილზე მოქმედ ნაწილში. უკრაინა რობოტული ომის ოსტატი გახდა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უკრაინის რობოტული არმია იზრდება. ის უფრო ძლიერდება და გადამწყვეტ როლს ასრულებს უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში. არავინ ელოდა ამას, როცა პუტინმა შეიჭრა. ომი, რომელიც ადამიანებისა და ტექნიკის ბრძოლად უნდა ქცეულიყო, ისე შეიცვალა, რომ ახლა უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს უკვე ადამიანები კი არა, სხვები აკეთებენ. ციფრები უკვე ცნობილია. სახმელეთო რობოტები უკრაინისთვის ახლა უფრო მეწაკეთ, რომ მეწაკეთებენ ვიდრე ოდესმე. და შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედროებისთვის დიდი შეცდომა იქნება თუ ისინი უკრაინის მაგალითს არ გაჰყვებიან.
9 ივლისის ანგარიში ევრომაიდან პრესმა გაამჟღავნა, რომ უკრაინის სახმელეთო რობოტებმა ივნისში უფრო მეტი მისია შეასრულეს, ვიდრე ოდესმე აქამდე რუსეთის წინააღმდეგ ომში. ეს ლითონის საოცრებები ფრონტის ხაზებზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ. ამარაგებენ და გადააქვთ აღჭურვილობა, ევაკუაციას უწევენ ჯარისკაცებს და ზოგ შემთხვევაში რუსულ პოზიციებზე შეტევებსაც კი ახორციელებენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის სახმელეთო რობოტებმა ივნისში 16600-ზე მეტი ლოგისტიკური და ევაკუაციის მისია შეასრულეს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ხსნის, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ყოველი მისია, რომელსაც რობოტი ასრულებს სამხედროების ნაცვლად, პოტენციურად გადარჩენილი სიცოცხლეა, აცხადებს ფედოროვი. ჩვენ ამას უკეთ ვერ ვითხოვდით. მაგრამ უფრო გასაოცარია არა მხოლოდ ის რაოდენობა, რამდენი მისია შეასრულეს უკრაინის სახმელეთო რობოტებმა ივნისში, არამედ ის სწრაფი ზრდა, რაც ამ ტიპის რობოტული მისიების რაოდენობაში ვიხილეთ. აი მოკლე მიმოხილვა. იანვარში სახმელეთო რობოტებმა 7511 მისია შეასრულეს. თებერვალში ეს მაჩვენებელი გაიზარდა და გახდა 7960. შემდეგ მარტში 9072, აპრილში 11028, მაისში კი 14059. ივნისში უკრაინამ თვის მაჩვენებელს კიდევ 2500 მისია დაამატა, რაც რუსეთს ნამდვილად უნდა აფიქრებდეს. თუ უკრაინა ამ ტენდენციას გააგრძელებს, მალე ფრონტზე ლოგისტიკურ მისიებს ჯარისკაცები აღარ შეასრულებენ. რუსეთისთვის ეს ნიშნავს ნაკლებ შესაძლებლობას, რომ უკრაინელი ჯარისკაცები გაანადგუროს, რაც თავის მხრივ უკრაინას საშუალებას აძლევს უფრო დიდ ხანს შეინარჩუნოს თავისი გამაგრებული პოზიციები. ეს ყველაფერი საბოლოოდ რუსეთისთვის მეტ დანაკარგს ნიშნავს, თუნდაც არა პირდაპირად. ყველაფრის ჯამში ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სახმელეთო რობოტებმა ივნისში 18.6%-ით მეტი მისია შეასრულეს, ვიდრე მაისში და იანვრიდან მოყოლებული მათი შედეგიანობა ორჯერ მეტს გადააჯარბა. ივნისის მაჩვენებლები 122%-ით მეტია, ვიდრე წლის პირველ თვეში დაფიქსირებული მონაცემები. სულ 2026 წლის პირველ ნახევარში უკრაინის რობოტებმა 66300-ზე მეტი მისია შეასრულეს. ახლა ჯარისკაცების სახმელეთო რობოტებით უნდა ჩანაცვლდეს, რათა ფრონტის ხაზზე ლოგისტიკური მისიების 100 მისიების 100% სწორედ რობოტებმა შეასრულონ. უკრაინას ახლა მხოლოდ კავშირი აკავებს და არა ტექნიკა, ამბობს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი სერგი ბისკრესნოვი. იმისთვის, რომ უკრაინამ დრონების არმიის სრული პოტენციალი გამოიყენოს, მას უნდა გადალახოს ის სირთულეები, რასაც რელიეფი, ხეების ზოლი და ურბის ზოლი და ურბანული ინფრასტრუქტურა ქმნის იმ სიგნალებისთვის, რომლებიც სახმელეთო რობოტებს ამუშავებს. ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინა ამ ომის დაწყებიდან მუდმივად ინოვაციებს ახორციელებს. ის აუცილებლად იპოვის გამოსავალს, შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ავტომატიზირებული მარშრუტის მოძებნისთვის, რათა სიგნალის დაკარგვა აღარ იყოს პრობლემა. მაგრამ ეს მომავალისთვისაა. ახლა კი ცხადია, რომ უკრაინა 100%-ით მზადაა, რომ სახმელეთო რობოტები გახადოს მისი ფრონტის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. და ამას მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო არ ამბობს. უკრაინის ჯარისკაცებიც სრულად ემხრობიან იმას, რომ რობოტებმა ჩაანაცვლონ ისინი იქ, სადაც ეს შესაძლებელია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მაისში ფრონტის ხაზზე სხვადასხვა დანაყოფმა უკვე მიიღო 1028 სახმელეთო რობოტი, სხვადასხვა კონფიგურაციით dot chain-ის თავდაცვითი იარაღის ბაზრის მეშვეობით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ბაზარი ქულების სისტემაზე მუშაობს. ჯარისკაცები ქულებს იღებენ სხვადასხვა დამსახურებისთვის, მათ შორის დრონებით სამიზნეების განადგურებისთვის და სახმელეთო რობოტების ოპერაციების შესრულებისთვის. შემდეგ ისინი ამ ქულებს ცვლიან იმ სისტემებში, რომლებიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ფრონტზე. ასე რომ, ეს უბრალოდ 1028 სახმელეთო რობოტის მიწოდება არ არის. ეს არის 1028 რობოტი, რომლებიც სპეციალურად შეარჩიეს ფრონტზე მყოფმა ჯარისკაცებმა, რადგან ისინი საჭიროა. და ამ ყველაფერს რომ დავამატოთ, ევრომაიდან პრესი არცელებს ინფორმაციას, რომ ჯარისკაცებმა ამ მარკეტპლეისიდან სულ 3072 სახმელეთო რობოტი შეუკვეთეს, რაც $46.6 მილიონ შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომ სახმელეთო რობოტებმა ფრონტის ხაზზე ჯარისკაცების მოვალეობები გადაიბარონ, მხარს უჭერენ სწორედ ის ჯარისკაცები, რომლებსაც ეს რობოტები ცვლიან. ეს შეიძლება იყოს პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები რეალურად სურთ, რომ რობოტები მოვიდნენ და მათი სამუშაოები გადაიბარონ. მიზანია, რომ ფრონტის ხაზზე ყველა ლოგისტიკური ამოცანა რობოტებმა შეასრულონ. ამ მიზანს უკრაინის ჯარისკაცები სრულად უჭერენ მხარს. ამერიკაში კი ერთმა კაცმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ დროა ამერიკამ სერიოზულად მიაქციოს ყურადღება უკრაინის დრონებისა და რობოტების რევოლუციას. უკრაინის მიღწევების ეფექტურობით გაოცებულმა სენატორმა ლინდსი გრემმა 10 ივლისს აღნიშნა, რომ დიდი შეცდომა იქნება თუ აშშ-ში არ ითანამშრომლებს უკრაინასთან, რათა გამოიყენოს ქვეყნის მზარდი გამოცდილება დრონებს რობოტე და რობოტებში. ეს კომენტარები ლინდსი გრემმა გააკეთა უკრაინაში ვიზიტისას, როდესაც მან დრონების მწარმოებელი კომპანია Skyfall-ის საწარმოები დაათვალიერა და შეაქო. დღეს მე ვეწვიე უახლესი ტექნოლოგიების საწარმოს, რომელსაც აქვს უზარმაზარი საწარმოო შესაძლებლობები და აწარმოებს ტექნოლოგიებს, რომლებიც მსოფლიოში სხვებისაზე ბევრად უფრო განვითარებულია. საჭიროება ყველა გამოგონების დედაა, თქვა გრემმა, სანამ აშშ-საც გააფრთხილებდა. ვფიქრობ, ამერიკისთვის დიდი შეცდომა იქნება, თუ ის არ ითანამშრომლებს უკრაინასთან დრონების სფეროში.
ისინი მზად არიან დაგვეხმარონ, რადგან ჩვენ მზად ვიყავით უკრაინის მხარდაჭერისთვის მის ყველაზე ბნელ დროს, განაცხადა გრემმა. ამ ამბის ამ ნაწილს სამწუხარო პოსტსკრიპტუმი აქვს. 12 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენატორი გრემი მოლოდმელი და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ გრემი ახლახან დაბრუნდა უკრაინიდან, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. გარდა ამისა, დაათვალიერა სკაიფოლის ობიექტი და მოუწოდა აშშ-ს ჩაერთოს უკრაინის დრონებისა და რობოტიკის რევოლუციაში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრემი ნამდვილი ამერიკელი პატრიოტის სახელით მოიხსენია. გრემმა თავისი ბოლო გზავნილი ფაქტობრივად გამოიყენა იმის სათქმელად, რომ უკრაინის მიერ გაკეთებული განსაკუთრებულია და ამერიკის სამხედრო ძალებმა უნდა ჩაერთონ ამ პროცესში. ეს სამწუხარო შოკია, მაგრამ შესაძლოა სწორედ ამან გააცნობიეროს აშშ-ს, რომ უკრაინა ბევრად ღირებული პარტნიორი გახდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. სახმელეთო რობოტები მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ეს პარტნიორობა ასე მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, რადგან უკრაინა ყოველდღიურად აჩვენებს, რომ მისი ტექნოლოგიური პროგრესი საშუალებას აძლევს ინიციატივა რუსეთიდან გადაიბაროს. მოდით ცოტა ხნით რუსეთზე გავამახვილოთ ყურადღება. როცა უკრაინის სახმელეთო რობოტები ფრონტის ხაზზე საქმეს აკეთებენ, რუსი ჯარისკაცები ალბათ სწორედ ასეთივე მხარდაჭერას ითხოვენ. უკრაინა ფრონტის ხაზზე ლოგისტიკას რობოტებით მართავს. რაც შეეხება რუსეთს, მის ჯარისკაცებს ყველაფერი ხელით უწევთ, რადგან პუტინი თავის ჯარს სიკვდილის მასშტაბზე აგზავნის, რაც მის არმიას ანადგურებს. მაგრამ სანამ ამ თემას უფრო დეტალურად განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ამ ვიდეოდან ახალ ინფორმაციას იღებთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი შემდეგი მასალები. ჩვენ გადაგიყვანთ ხერსონის ფრონტის ხაზზე. იქ United Media იუწყება, რომ რუს ჯარისკაცებს აიძულებენ 10 კილომეტრზე მეტი გაიარონ, რათა ფრონტის ხაზის პოზიციებამდე მიაღწიონ. მაგრამ პუტინის ძალებისთვის პრობლემა მხოლოდ დრონებით სავსე სასიკვდილო ზონებში სლოგო ზონებს არ არის. ამ ჯარისკაცებს ფეხით უწევთ საბრძოლო მასალისა და მარაგების ტარება, რათა დნიპროს მიმართულებას მიაღწიონ, სადაც ხერსონში ტერიტორიისთვის ბრძოლა მძვინვარებს. ამ ლოგისტიკურ გამოწვევას ამზაფრებს ისიც, რომ უკრაინის ძალები აფართოებენ სასიკვდილო ზონებს, რათა მეტი ტერიტორია დაფარონ, სადაც რუსეთის ჯარისკაცებს უწევთ გავლა. ეს ინფორმაცია სერგეი სახიევმა გაავრცელა, რომელიც უკრაინის 34 ცალკეული საზღვაო ბრიგადის პრესპიკერია. ჩვენ დავამყარეთ ისეთი ძლიერი კონტროლი, რომ ყოველდღე ვაფართოებთ ჩვენს სასიკვდილო ზონას. თუ რუკას შეხედავთ კოსტოროზოვა-რადენსკი, რუსული ძალები იქ თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ. ჩვენ ყველგან შეგვიძლია მივწდეთ მათ, ვიპოვოთ და გავანადგუროთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინიციატივა ჩვენთანაა, თქვა სერგიმ, სანამ ახსნიდა, რას ხედავენ ახლა უკრაინის ძალები ფრონტზე. რუსები ვეღარ აღწევენ თავიანთ პოზიციებზე მანქანით. მათ თავად უწევთ საბრძოლო მასალისა და მარაგების ტარება და 10-11 კილომეტრის გავლა, რათა მიაღწიონ კრეიტთა ან საარტილერიო პოზიციებს. რასაც აქ ხედავთ, სასიკვდილო კონტრასტია. უკრაინა იმ ჯარისკაცებს, რომლებიც წარსულში ასეთ გზებს გადიოდნენ, ახლა რობოტებით ანაცვლებს, რომლებიც რთულად შესამჩნევია გადაადგილებისას და უკვე გახდნენ ლოგისტიკის მოდერნიზებული ქსელის ნაწილი, რომელიც უკრაინას სიცოცხლეს უნარჩუნებს. რუსეთის პასუხი, როგორც ყოველთვის, საზარბაზნე ხორცის გაგზავნა. მას არ შეუძლია უკრაინას რობოტების მხრივ შეეჯიბროს, ამიტომაც საბრძოლო მასალასა და მარაგებს ჯარისკაცებზე ტვირთავს და უბრძანებს, რომ სასიკვდილო ზონებში გაიარონ. ის ჯარისკაცები, რომლებიც ტვირთით არიან დატვირთულები, ნელა მოძრაობენ და უკრაინის მუდმივად მოქმედი დრონებისთვის აშკარა სამიზნეები ხდებიან. როგორც კი ჯარისკაცს შეამჩნევენ, ყველაფერი დასრულებულია. ან დრონის დარტყმით იღუპებიან, ან უნდა დააგდონ ტვირთი და გაიქცნენ, რომ გადარჩენის შანსი გქონდეთ. ორივე შემთხვევაში რუსეთის ფრონტის ხაზის ლოგისტიკა ინგრევა. და სწორედ პუტინის შეცდომაა, რომ არ ჩადო ინვესტიცია იმ ტექნოლოგიებში, რომელსაც უკრაინა ასე კარგად იყენებს, რის გამოც ეს ხდება. ფრონტზე შედეგები თავად ლაპარაკობს. იმავე ივნისში, როცა უკრაინამ სახმელეთო რობოტების რეკორდი დაამყარა, რუსეთმა თავისი შემზარავი რეკორდი დაამყარა. 29490. საბრძოლო დანაკარგი. უკრაინა უახლოვდება თავის მიზანს, თვეში 50000, რაც როგორც ფიოდოროვი, ასევე ზელენსკი ამბობენ, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ პუტინის დაწყებული ომი გაუსაძლესი გახდეს რეკრუტირების თვალსაზრისით. რუსეთი ვერ პოულობს გამოსავალს თავის ლოგისტიკურ პრობლემებზე. ლიგა ამატებს, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი არ არის ფრონტის ხაზამდე, სადაც პუტინის ჯარები ნადგურდებიან მანამდე, სანამ შეძლებენ მიიტანონ მარაგი და საბრძოლო მასალა საჭირო ადგილამდე. რუსეთის სამხედრო ლოგისტიკა 20-დან 70 კილომეტრამდე სიღრმეში სულ უფრო ძვირი და სახიფათო ხდება რუსეთისთვის, რადგან უკრაინა აფართოებს თავისი დრონების მოქმედების რადიუსს. შევნახეთ ხერსონში სატრანსპორტო საშუალებების ნაკლებობის შესახებ მოხსენება. იგივე ხდება მთელ უკრაინაში, აცხადებს რუსლან მუზიჩუკი, რომელიც უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესპიკერია. მუზიჩუკის თქმით, რუსული მომარაგების კოლონები წარსულს ჩაბარდა. ახლა რუსეთს მაქსიმუმ 1 მანქანის გაგზავნა შეუძლია, რომელიც უკრაინის დრონებისთვის მარტივი სამიზნე ხდება. უკრაინამ 30 კილომეტრით გააფართოვა დარტყმები რუსული საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობებზე, რათა ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს. და ახლა უკვე ინდონეზია, რომ ყოველ თვე 190-ზე მეტ ასეთ ობიექტს ურტყამს.
წინ კიდევ უფრო შორს, 50-დან 200 კილომეტრამდე დიაპაზონში. ჩვენ ვხედავთ მსგავს განადგურებას. ატლანტიკური საბჭო აღნიშნავს, რომ უკრაინის კიდევ ერთი რობოტიკის ინოვაცია, საშუალო მანძილის დრონები, თითქმის შეუძლებელს ხდის რუსეთს ფრონტის უკან სტაბილური ლოგისტიკური ქსელის შენარჩუნებას. ეს დრონები ახორციელებენ თავდასხმებს სატვირთო მანქანებზე, რომლებიც იყენებენ ლოგისტიკურ მარშრუტებს, რომლებიც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაარსა. ისინი ანადგურებენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დრონების გაშვების ადგილებს და სარდლობისა და მართვის პუნქტებს, რომლებიც შექმნილია ფრონტზე რუსეთის შეტევების ორგანიზებისთვის. ერიმმა იგრძნო ამ ქაოსის გავლენა რუსეთის ზურგში და ახლა ებრძვის საწვავის მასიურ დეფიციტს, რადგან უკრაინა იზოლაციას უწევს ნახევარკუნძულს. მაგრამ ეს ეფექტები მთელ უკრაინაში იგრძნობა. ეს არის მრავალფენიანი ლოგისტიკური ბლოკადა. საწვავი და მარაგები რუსეთის ზურგში მასობრივად ნადგურდება. რაც არ უნდა გააღწიოს ახლო ზურგამდე, ისიც მიზანშია ამოღებული, რადგან თავდასხმებმა მანქანებზე, საწვავის საცავებსა და საბრძოლო მასალის საწყობებზე რუსეთი აიძულა ინდივიდუალური მანქანები გაგზავნოს, თუ საერთოდ დარჩა მანქანები გასაგზავნად. ხევსონში აშკარად აღარ არის მანქანები, ასევე არ არის სახმელეთო რობოტებიც. რუსი ჯარისკაცები იძულებულნი არიან ნელა მოძრავი სამიზნეები გახტმენ სასიკვდილო ზონებში, როცა ცდილობენ საბრძოლო მასალა და მარაგები 10 კილომეტრზე წაიღონ ფრონტის ხაზამდე, რომელსაც ამ ჯარისკაცების უმეტესობა ვერასდროს იხილოს. უკრაინის დრონები მათ ბევრად ადრე გაანადგურებენ, ვიდრე ისინი შეძლებენ ტვირთის საჭირო ადგილამდე მიტანას. რუსეთის ლოგისტიკის მიდგომა ახლა აშკარად მოძველებულად გამოიყურება, როცა მას უკრაინის ფრონტის ხაზზე სახმელეთო რობოტების ბრწყინვალე გამოყენებას ადარებ. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი სასოწარკვეთილად აცდილობს უკრაინის სახმელეთო რობოტების ლოგისტიკური რევოლუციის მიბაცვას. თუ სხვას გეტყოდით, მოგატყუებდით. როგორც პრავდა მაისში იტყობინებოდა, რუსეთმა თავისი პირველი სახმელეთო რობოტული სისტემა ჯერ კიდევ 2024 წელს მიიღო. მაგრამ როგორც ხშირად ხდება, რუსეთმა ვერ გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო ეს რობოტები. და მიუხედავად ყველა თავისი რესურსისა, მან სახმელეთო რობოტებში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადო, რათა თავიდან აეცილებინა ისეთი სიტუაციები, როგორიცაა დატვირთული ჯარისკაცებისთვის 10 კილომეტრზე ფეხით სიარულის დავალება უკრაინულ სასიკვდილო ზონებში. ციფრები აჩვენებს განსხვავებას რუსეთსა და უკრაინას შორის სახმელეთო რობოტების მხრივ. პრავდა ამბობს, რომ რუსეთში დაახლოებით 20 კომპანია, რომლებიც 29 სხვადასხვა ტიპის სახმელეთო რობოტს აწარმოებენ. ამ კომპანიებიდან 12 დასავლეთის სანქციების ქვეშაა, რაც რუსეთს საერთოდ არ ეხმარება. შედარებისთვის უკრაინამ მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში 67 ახალი ტიპის სახმელეთო რობოტი დააკანონა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე რუსეთმა მთლიანობაში რობოტების ტიპების რაოდენობა შეიმუშავა და ეს ყველაფერი მხოლოდ 3 თვეში. უკრაინა ასევე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს იმისთვის, რომ მეტი სახმელეთო რობოტი მიიყვანოს წინა ხაზზე. უკვე 2026 წლის პირველ ნახევარში უკრაინამ დაახლოებით 25,000 რობოტი კონტრაქტით შეუკვეთა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე 2025 წელს მთლიანად შეძენილი რობოტების რაოდენობა და უკრაინა ამით არ აპირებს გაჩერებას. გეგმის მიხედვით, როგორც ზელენსკი ამბობს, წლის ბოლომდე უნდა იყოს წარმოებული დაახლოებით 50,000 სახმელეთო რობოტი. და გახსოვდეთ, ეს რობოტები FPV დრონებივით არ არიან. ისინი კამიკაძე მისიებზე არ მიდიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ერთჯერადი აღჭურვილობა არ არის. უკრაინა ამ რობოტებს მრავალჯერ გამოიყენებს, სანამ რუსეთს არ გაუმართლებს და არ გაანადგურებს მათ. როდესაც უკრაინა კიდევ უფრო გაზრდის წარმოებას, მას ექნება სახმელეთო რობოტების ნამდვილი არმია, რომელიც ფრონტის ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს ჩაანაცვლებს. რაც შეეხება რუსეთს, მას ექნება ის, რასაც ხევსონში ვხედავთ. მოძველებული ხელით ლოგისტიკა, რომელიც ვერ გაუძლებს უკრაინის განადგურების ზონების ძლიერ ძალას. მოდით ფართო სურათს შევხედოთ. რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტ რეკორდს ამყარებს სახმელეთო რობოტების განთავსებაში? ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანური რესურსის ჩანაცვლებაზე და ეს ყველაზე აშკარა სარგებელია. ყოველი სახმელეთო რობოტი ფრონტზე იცავს იმ ჯარისკაცის სიცოცხლეს, რომელიც შესაძლოა იძულებული ყოფილიყო ლოგისტიკურ დავალებაზე წასულიყო, რომ არა ეს რობოტი. ომის კალკულაციაში ეს ნიშნავს ერთი რესურსის გამოყენებას, რათა ბევრად უფრო ძვირფასი რესურსი გადავარჩინოთ. მაგრამ როცა კალკულაციაზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ ხარჯზეც. RBC უკრაინის მიხედვით მიწისზედა რობოტები, რომელსაც უკრაინა აშენებს, ჩვეულებრივ 2,000-დან 40,000 დოლარამდე ღირს. ეს თანამედროვე ომში წვრილმანია, განსაკუთრებით თრებით პლატფორმებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ. მარაგების გადაზიდვიდან და ჯარისკაცების ევაკუაციიდან დაწყებული, ნაღმების დაგებით, FPV დრონების გაშვებით და საკუთარი დარტყმითი მისიების შესრულებით და დამთავრებული. ასევე შეგვიძლია მარტივი გამოთვლები გავაკეთოთ და ვნახოთ, რომ 2026 წელს უკრაინა მიწისზედა რობოტებზე 100 მილიონიდან 2 მილიარდ დოლარამდე დახარჯოს. მაგრამ როდესაც ეს რობოტები ამდენ მისიას ასრულებენ და ამ პროცესში სიცოცხლეებსაც იცავენ, მაშინ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აზრს იძენს. ეს განსაკუთრებით ასეა, როცა ვხედავთ, როგორ ცვლიან სახმელეთო რობოტები ფრონტის ხაზს, რომელსაც რუსეთი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დომინირებას ცდილობს. ამჟამად ორივე რესურსი რუსეთს უმცირდება, რაც უკრაინისთვის მიწისზედა რობოტიკაზე გადასვლას კიდევ უფრო მნიშვნელოვნად აქცევს. ზელენსკიმ უკვე უწოდა ამ ტექნოლოგიას შემდეგი დიდი ნაბიჯი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად. და რასაც ის გულისხმობს, ძალიან მარტივია. უკრაინასაც აქვს საკუთარი ცოცხალი ძალის კალის კრიზისი და ეს რობოტები მის გადაჭრაში ეხმარება.
4 წელზე მეტი ხნის ომის შემდეგ უკრაინა აღმოჩნდა მდგომარეობაში, სადაც გაჭირდა ახალი ჯარისკაცების მოზიდვა. Long War Journal იუწყება, რომ გაძლია და გაწვევის თავიდან არიდება და ჯარისკაცების თვითნებურად ალყოფნის შემთხვევები. უკრაინა ცდილობს ამ პრობლემების მოგვარებას. შეყვანილია კონტრაქტის რეფორმები, რომლებიც სამ სახის სამხედრო კონტრაქტს ითვალისწინებს. 10-დან 24 თვემდე ვადით, ახალი რეკრუტის როლიდან გამომდინარე. და შტურმის ქვეითი ჯარისკაცების ანაზღაურება გაიზარდა დაახლოებით $6,700 თვეში, რაც უკრაინის საშუალო თვიურ ხელფასზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია. ახალი გადავადების სისტემა ასევე იცავს ჯარისკაცებს მომავალი მობილიზაციისგან, მას შემდეგ რაც მათი კონტრაქტი დასრულდება. მიუხედავად ამისა, უკრაინას ადამიანური რესურსების პრობლემები აქვს. ამ პრობლემების გადაჭრა ალბათ ის მთავარი როლია, რომელსაც სახმელეთო რობოტები შეასრულებენ, როცა ომი 2026 წელს და მის შემდეგ გაგრძელდება. ამ რობოტებიდან ყველაზე იაფი ჯდება ნაკლებად ვიდრე შტურმის ჯარისკაცის თვიური ხელფასის მესამედი. ამიტომ უკრაინის მხრიდან სისულელე იქნებოდა, რომ არ დაებანდებინა. და ამ რობოტების გამოყენებით, ბევრი იმ ჯარისკაციდან შეძლებს დარჩეს ფრონტის ხაზის უკან სუკან შედარებით უსაფრთხოდ, რადგან ისინი მართავენ თავიანთ რობოტებს შორიდან. ნაკლები რისკი ჯარისკაცისთვის, უკეთესი ლოგისტიკა უკრაინისთვის. საბოლოოდ, სწორედ ამიტომ აფეთქდა უკრაინის სახმელეთო რობოტების ინდუსტრია 2025 წელს და წინა წელთან შედარებით 488%-ით გაიზარდა. და ეს ზრდა აშკარად გაგრძელდა. კრეითი ჯარი არ ქრება. ყოველთვის, როცა უკრაინას ტერიტორიის დაბრუნება სურს, კრეით ჯარზე მოთხოვნა კვლავ არსებობს. ასეც არის, მაშინაც კი როცა საჰაერო დრონებს მიწის რობოტებთან ერთად ვიყენებთ. მაგრამ ამ ახალი თაობის მანქანები კრეით ჯარისკაცებს ბევრად უადვილებს თავიანთი მოვალეობის შესრულებას. მიწის რობოტები ჯარს ამარაგებენ და დაჭრილებს ევაკუირებენ, ხოლო დრონები რუს ჯარისკაცებს მათ გამაგრებულ პოზიციებში ესხმიან თავს. ის რაც ადრე ხელით ხდებოდა და მოითხოვდა მომარაგებაზე დამრბენ ჯარისკაცებს და ჯარისკაცებს, რომლებიც შენობიდან შენობაში ან თხრილიდან თხრილში გადადიოდნენ, ახლა გამარტივებულია რისკის შესამცირებლად. და თუ უკრაინა კომუნიკაციისა და სიგნალებისთვის პრობლემებს გადაჭრის, მიწის რობოტები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. მეშ-ქსელები განიხილება როგორც გამოსავალი და ისინი შეიძლება გარდამტეხი ფაქტორი გახდნენ. მაგრამ ამ მომავალი მიღწევების გარეშეც უკრაინის მიწის რობოტები უკვე გარდამტეხ ძალად ითვლებიან. უკრაინის რობოტების არმიამ ივნისში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, შესრულებული მისიის რაოს რაოდენობით. ეს ნიშნავს, რომ 6 თვის განმავლობაში 6-ვე თვეში რეკორდი დაამყარეს. და Tremdepsons, რომ ივლისიც კიდევ ერთი რეკორდული თვე იქნება. და შემდეგ აგვისტო, და მერე უკვე ხვდებით რა ხდება. რობოტების რევოლუცია უკრაინაში ამ წუთებში მიმდინარეობს. რუსეთი ვერ ახერხებს ფეხის აწყობას. მისი ჯარისკაცები სიკვდილზე მიდიან მაშინ, როცა უკრაინის რობოტები მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ უკრაინის გამარჯვებაში. ინოვაცია ყველაფრის გულშია, რასაც უკრაინა აკეთებს. ხანდახან უკრაინა ყველაზე უცნაური იარაღებს იგონებს და მათ ნამდვილ მკვლელებად აქცევს. ვლადიმირ პუტინი გადაწყვეტილი აქვს საბჭოთა ეპოქა რუსეთში დააბრუნოს. და როგორც ჩანს, მას არ აინტერესებს, როგორ მიაღწევს ამას. უკრაინაში შეჭრა უნდა ყოფილიყო დასაწყისი, მაგრამ 4 ნახევარწლიანმა ბრძოლამ პუტინის გეგმები შეაჩერა. ამიტომ პუტინმა გზა შეიცვალა. თუ მას არ შეუძლია ძველი საბჭოთა კავშირის იმპერიის დაბრუნება, სხვა რამეს მიაღწევს, საბჭოთა ეპოქის სიღარიბეს. აქ ირონიით ვსაუბრობთ, მაგრამ სწორედ პუტინის გამო შიმშილობს რუსეთი. საბანკო კრიზისი, რომელიც პუტინის ეპოქაში არასდროს უნახავთ, ახლოვდება, რადგან გაკოტრებების რაოდენობა მკვეთრად იზრდება და კრემლის მიერ შექმნილი სისტემა ინგრევა. რუსეთის ბანკები განადგურების ზღვარზე არიან. და ახლა მხოლოდ მცირე ბიძგია საჭირო, რომ რუსეთი ეკონომიკურ უფსკრუვში გადაიჩეხოს. გაჟონილი ევროპული სადაზვერვო ანგარიში ავლენს იმ პრობლემის მასშტაბს, რომელსაც რუსეთის საბანკო სისტემა აწყდება. როგორც იუწება Reuters-ი, რომელმაც დოკუმენტებს თბენტებს თვალი გადაალო და International Business Times-ი, სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთში ძლივს აკავებენ საბანკო კრიზისს, რადგან 2025 წელს 500,000-ზე მეტმა ადამიანმა გამოაცხადა გაკოტრება. რუსეთის ბანკები სულ უფრო მეტად იტვირთებიან ცესიან ცუდი სესხებით, რაც შესაძლებელი გახდა პუტინისა და კრემლის მიერ სესხების წახალისებითა და ბანკების ხელოვნურად შენარჩუნებით, რათა სასოწარკვეთილ მცდელობაში შეინარჩუნონ რუსეთის საომარი ეკონომიკა. ამჟამად ანგარიშის მიხედვით, კორპორატიული სესხების წილი, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის ბანკებს არასდროს დაუბრუნდება, 10%-მდე გაიზარდა, რაც ნამდვილი კრიზისის მაჩვენებელია. ეს რუსეთის ბანკებისთვის უბრალოდ რკევა არ არის, ეს კატასტროფაა. და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ პუტინი და მისი კრემლის თანამზრახველები იმდენად არაკომპეტენტურები არიან, რომ მათ შექმნეს იდეალური გარემო იმისთვის, რომ დაინგრეს სწორედ ის, რაც რუსეთს ყველაზე მეტად სჭირდება გადარჩენისთვის. 6 ივლისის ანგარიშში რუსეთის მოახლოებული ფინანსური კრიზისის შესახებ ტელეგრაფმა გაამხილა, რომ სწორედ კრემლმა შექმნა ეს კრიზისი, როდესაც ბანკებს აიძულა სესხების გაცემისას ჩვეულებრივი საკრედიტო შემოწმებები არ ჩაეტარებინათ. და თვითონ სესხებიც კი არ იყო კრემლის გავლენისგან თავისუფალი. მრავალი მათგანი პუტინის მიერ სუბსიდირდება, რათა რუსული ეკონომიკა უფრო ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, ვიდრე სინამდვილეშია.
ეს სესხები გაიცემა თავდაცვით კომპანიებზე, რომლებიც ცდილობენ საკმარისი იარაღი აწარმოონ, რათა რუსეთმა უკრაინაში თავისი აბსურდული დანაკარგების ტემპს აუწყოს ფეხი. ასევე იმ სახლის მყიდველებზე, რომლებიც უძრავი ქონების ბაზარზე ცდილობენ თავის გართმევას, სადაც ფასები 2025 წელს 14%-მდე გაიზარდა. კრემლის მიერ მხარდაჭერილი საეჭვო სესხები უზარმაზარი პროცენტებით გაიცა და ახლა გარდაუვალი ხდება. რუს ხალხს და ბიზნესებს აღარ შეუძლიათ სესხების გადახდა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ რუსეთის ბანკებს ახლა პრობლემური ვალები აქვთ, რომელთა დაბრუნებაც შეუძლებელია, ხოლო კრემლს სიტუაციის დაფარვის ვარიანტები ეწურება. მან უკვე ყველაფერი სცადა, რაც შეეძლო. სახელმწიფოს მხარდაჭერილი საკრედიტო პროგრამები აღარ მუშაობს. სესხების რესტრუქტურიზაციის მექანიზმები, რომლებსაც რუსეთი ამ ვალების დასამალად იყენებდა, ინგრევა. მაშინაც კი როცა რუსეთის ცენტრალურ ბანკზე ზეწოლას ახდენენ, რომ საპროცენტო განაკვეთები შეამციროს, ეს საკმარისი არ არის. ეს განაკვეთები 2025 წლის შუაში 20%-ს მიაღწია, რაც 10 წლეულის მაქსიმუმ 21%-თან შედარებით ნაკლებია. და მიუხედავად იმისა, რომ ეს განაკვეთები ახლა 14.25%-მდე შემცირდა, ეს მაინც აბსურდულად მაღალი მაჩვენებელია, რაც რუსეთის ბანკების მიერ დამტკიცებულ ბევრ სესხს მიუწვდომელს ხდის. ასე რომ ეს კრიზისული მდგომარეობაა რუსეთის ეკონომიკისთვის. საერთაშორისო ბიზნეს ტაიმსის თქმით, რასაც აქ ხედავთ, არის შედეგი იმისა, რომ პუტინი რუსეთის ბანკებს იყენებს როგორც შოკის შემამსუბუქებელს თავისი გიჟური სამხედრო ხარჯებისთვის. ბანკებს უნდა შესძლებოდათ ომის ფინანსური შოკის გადატანა კრემლის იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ უკრაინის ტერიტორიის დაცვა დაინგრეოდა, მაგრამ ეს დაცვა კვლავ მტკიცედ დგას. 4 წელიწადი და ნახევარი ომის დაწყებიდან რუსეთს ჯერ კიდევ მხოლოდ უკრაინის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული. ამ ტერიტორიის უმეტესობა რუსეთის მიერ 2014 წლის თავდაპირველი აგრესიის კამპანიისა და 2022 წლის შეჭრის პირველ თვეებში იქნა ოკუპირებული. მას შემდეგ პროცესი ნელა მიმდინარეობს, რადგან რუსეთმა მილიარდები ჩადო ბრძოლაში, რომელსაც ვერ იგებს. ეხლა რუსეთის ბანკები იხდის ფასს კრემლის იმ ვარაუდებისთვის, რომლებიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა. ზოგიერთი რუსეთის ბანკი კი აცხადებს, რომ მათი სამომხმარებლო სესხების თითქმის 15% ახლა არამომსახურებადია. ადამიანებიც და კომპანიებიც, რომლებიც მთელ სისტემას აცოცხლებენ, იშლებიან. რუსეთი კატასტროფულ საბანკო მანკიერ წრეშია მოქცეული. ყოველი მარცხი უფრო მეტ ვალს იწვევს, რაც რესტრუქტურიზაციამდე მიდის, შემდეგ კი კიდევ უფრო მეტ სახელმწიფო ჩარევამდე. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ კრემლმა გააგრძელოს თავის მოთხოვება, თითქოს ყველაფერი რიგზეა. მანკიერი წრე სპირალად იქცევა და ბოლოს არის ერთადერთი რამ, რაც საბოლოოდ გაანადგურებს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი. ჩვენ გვიყვარს ამის თქმა პუტინ. თითქოს არ ყოფილიყო უამრავი გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ შენი ეს პატარა სახელმწიფო მხარდაჭერილი სქემა დაშლის ზღვარზე იყო. დავიწყოთ ცუდი სესხების პრობლემით. ჯერ კიდევ 2025 წლის ივლისში ბლუმბერგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის წამყვანი ბანკების ხელმძღვანელები თავიანთ საკრედიტო პორტფელებს ამოწმებდნენ და ყველა პრობლემები დაინახა. ამ საკრედიტო პორტფელების ხარისხი ბევრად უარესიო, ვიდრე ოფიციალური მონაცემები ამტკიცებდა, აღმოაჩინეს იმ ხელმძღვანელებმა. ამან გამოიწვია კერძო გაახილვები სახელმწიფო მხარდაჭერილი გადაჭენის შესაძლებლობის შესახებ, თუ ამ ბანკების საკრედიტო პორტფელებში არსებული მრავალი ცუდი სესხი უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევდა. ნებისმიერი ასეთი გადარჩენა ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსეთის ეკონომიკური პრობლემები იმდენად მძიმეა, რომ ფული იწურება. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. 2025 წლის ივლისში ოფიციალური რუსული განცხადება იყო, რომ ქვეყნის საბანკო სისტემა კარგ მდგომარეობაში იყო. დიახ, ცუდი სესხები იყო, მაგრამ ამას ყველა ბანკი აცხდება. მაგრამ მთლიანობაში კრემლი იმეორებდა იმავე ძველ ფრაზებს რუსეთის საბანკო სექტორის შესახებ. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ პირად საუბრებში რუსეთის მინიმუმ 3 წამყვანი ბანკი უკვე საუბრობდა იმ შესაძლებლობაზე, რომ შესაძლოა მომდევნო 12 თვის განმავლობაში მათ კაპიტალის გაზრდა დასჭირდეთ. თითქმის 12 თვე გავიდა და ახლა გვაქვს ევროპული სადაზვერვო ანგარიში, რომელიც გვიჩვენებს, რომ თითოეული ეს შეშფოთება გამართლებული იყო. 2026 წლის დასაწყისში კიდევ უფრო მეტი ნიშანი გამოჩნდა. 5 თებერვალს Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის საკრედიტო ბანკი, რომელიც რუსეთის მე-7 უდიდესი გამსესხებელია და ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ ნავთობის გიგანტ Rosneftთან. მოსკოვის საკრედიტო ბანკმა 2025 წლის მეოთხე კვარტალში 117 მილიონი დოლარის წმინდა ზარალი გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკი მთლიანობაში მომგებიანი დარჩა წლის განმავლობაში, მისი წლიური წმინდა მოგება მაინც 1/3-ით შემცირდა 2024 წელთან შედარებით. ეს ზარალი მაშინ დაფიქსირდა, როცა სახელმწიფო ბანკებმა რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან ჯამში 13.3 მილიარდი დოლარი მიიღეს, რასაც მაშინ საგანგებო რეკაპიტალიზაცია ეწოდა. ზარები უკვე იწყებდა გამოჩენას და მხოლოდ 1 დღის შემდეგ გამოავლინა Euromaidan Press-მა რუსეთის საბანკო სისტემაში არსებული ელპობის სრული მასშტაბი. მან მიუთითა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის არამომსახურებადი სესხები მთლიანი სესხების 11%-ს აღწევდა, რაც სისტემური საბანკო კრიზისის 10%-იან ზღვარს აღემატება. იგივე ანგარიში აღნიშნული იყო, რომ 2025 წელს რუსეთის მასშტაბით საბანკო მოგება 8%-ით შემცირდა, ხოლო კაპიტალდაბანდებაზე უკუგება 18%-მდე დაეცა. კვლავ გაისმა იგივე ბრალდებები, რომლებიც უფრო ახალ ევროპულ ანგარიშშიც იყო წარმოდგენილი.
რესტრუქტურიზაცია, გადარჩენის პაკეტები, ტყუილები. კრემლის მასშტაბური მიჩქმალვა იმისა, რომ საბანკო სისტემა მუხლებზე იდგა. სუდმა აქტივებმა რუსეთის საბანკო გემის კორპუსი გაარღვიეს და თებერვლიდან მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდებოდა. 500,000-ზე მეტი გაკოტრება, როგორც ბოლო სადაზვე 8 ანგარიშია ნათქვამი. ამ ყველა პრობლემის ბუნებრივი შედეგია. მაგრამ კიდევ ერთხელ, ვინც ყურადღებას აქცევდა დაინახავდა, რომ რუსეთის ვალის დეფოლტები უკვე ძალიან არასახარბიელო მიმართულებით მიდიოდა. 9 მაისს ჟურნალ Fortune-ში გამოქვეყნებულმა ანგარიშმა ყველაფერი ნათელი გახადა. როდესაც რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ MŠP 2026 წლის პირველ კვარტალში სლიურად 0.5%-ით შემცირდა, რაც სავარაუდოდ რეცესიის დაწყების ნიშანი იყო. რუსულმა კომპანიებმა გადახდების გაშვება დაიწყეს. 2024 წელს რუსეთში 11 ტექნიკური დეფოლტი დაფიქსირდა. 2026 წელს იგივე რაოდენობა მხოლოდ 3 თვეში დაფიქსირდა. სესხების მოცულობა, რომელიც ბანკებს უნდა გადაეფარათ, 2026 წელს ორჯერ მეტი იყო ვიდრე წინა წელს და რუსული კომპანიები ასევე უმკლავდებოდნენ ინფლაციურ ზეწოლას, რომელიც ირანში ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად წარმოიშვა. ამ კომპანიებს შეიძლებოდა ეფიქრათ, რომ ეს ზეწოლა დასრულდა, მაგრამ ის შეიძლება კვლავ ძლიერად დაბრუნდეს, რადგან 8 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტა დასრულებულია და დარტყმები განახლდება. ტკივილი გროვდება რუსეთის კორპორატიულ სექტორში, ზუსტად ისე, როგორც ეს საცხოვრებელ სექტორშიც ხდებოდა. ივნისში RBC უკრაინამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ბიზნესებს 117.5 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი დაუგროვდათ, ხოლო პრობლემური გადახდების რაოდენობა თებერვლის ბოლოს 6.7 მიაღწია. გამოცემა The New Voice of Ukraine მას ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ტექნოლოგიური კომპანიები კიდევ უფრო ღრმად ვარდებიან ვალიგლებში, რადგან ამ სექტორის უმსხვილესმა კომპანიებმა 2025 წელს თავიანთი ვალდებულებები 53%-ით გაზარდეს და 27.1 მილიარდი დოლარს მიაღწიეს. ფიტილი უკვე დიდი ხნით ადრე იყო ანთებული, ვიდრე ევროპული დაზვერვის სკანდალური ანგარიში გამოქვეყნდებოდა. ახლა დინამიტი, რომელსაც ფიტილი ჰქონდა მიერთებული, მალე ცეცხლს მიეკარება. და როცა ეს მოხდება, რუსეთის საბანკო სექტორი აფეთქდება და ეს ყველაფერი კრემლის ბრალია. და რუსი ხალხიც ამას იცის. ისინი ხედავენ რა ხდება და ისინი აკეთებენ რაღაცას, რაც მიუთითებს, რომ მათი ნდობა რუსეთის ბანკების მიმართ შემცირდა. მაგრამ სანამ გავამხელთ, რა არის ეს რაღაც, ეს არის სამხედრო შოუ. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ღილაკს და ჩართოთ შეტყობინებები, რომ მეტი იხილოთ ჩვენი ახიდან. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან რუსეთის საბანკო სექტორის კრახით, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ფული გამოიტანონ ბანკებიდან. 8 ივნისს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩვეულებრივმა რუსებმა მაისის თვეში საბანკო სისტემიდან რეკორდული 13 მილიარდი დოლარი გამოიტანეს ნარდი ფულის სახით, რაც ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი თახის გატანა ამ თვეში. ეს მოხდა იმას, რომ რუსებმა მარტში ბანკებიდან 3.8 მილიარდი დოლარი გამოიტანეს, ხოლო აპრილში კიდევ 8.5 დოლარი აპრილში. ჯერჯერობით ივნისის მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ არ გაგვიკვირდება თუ კიდევ რამდენიმე მილიარდი დოლარი იქნება გამოტანილი ბანკებიდან, რადგან რუსები სწრაფად აცნობიერებენ, რომ მთელი სისტემა კრიზისულ რეჟიმშია. უკეთესია ფული ხელმისაწვდომი გქონდეს, ვიდრე ბანკში შეინახო, რომელიც შეიძლება მოულოდნელად დაინგრეს, როცა კრემლის მიერ შექმნილი ბუშტი გასკდება. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური ამატებს, რომ 2026 წლის პირველ 6 თვეში რუსეთში ნაღდი ფულის მიმოქცევა 17.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებლის და სტატისტიკის დაწყების შემდეგ. როდის მოხდა ყველაზე დიდი თახის გატანა? პანიკის წელს 2020-ში, როდესაც დაიწყო COVID-19-ის პანდემია და რუსებმა ბანკებიდან 18.6 მილიარდი დოლარი გამოიტანეს. აშკარაა, რომ ნდობა რუსეთის საბანკო სისტემის მიმართ აღარ არსებობს. ხალხს დიდი ოდენობით გამოაქვს ფული, რადგან სჯერათ, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, ფული გაქრება. ისინი აღარ ენდობიან უკონტაქტო გადახდემიკალსაცაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პუტინის ინტერნეტ შეზღუდვების გამო რუსებს შეიძლება საათობით, თუ არა დღეებით დაკარგონ ასეთი გადახდების განხორციელების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყოველი განახდება ამცირებს ბანკის ლიკვიდობას, რაც ყველაზე ნაკლებად ჭირდება რუსეთის საბანკო სექტორს, მაშინ როცა ის ამჟამად ასეთი დიდი მოცულობის ცუდ ვალებს ებრძვის. სასიამოვნო არ არის, რომ კრემლმა რაღაცას მიაღწია. მან ამ კრიზისის თესლი წლების წინ დათესა და ახლა უკვე დაიწყო ამ ელპობადი ნაყოფის გამოღება. რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლებამ ამ ელპობადი ნაყოფის ნაწილი უკვე გასინჯა. ტკივილს ღიმილით შეხდა და ცდილობს ისე მოიქცეს, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა. სანქციებმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რასაც ახლა ხედავთ, მაგრამ სპერბანკის, რუსეთის უდიდესი ბანკის ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ სანქციები პრობლემა არ არის. ყველა მსხვილი ბანკი უკვე სანქციების ქვეშაა და როდესაც ისინი 2022 წელს შემოიღეს, სტრესი იყო, განაცხადა ტარას კორცოვამ სააგენტო Reuters და დაამატა, 2026 წლისთვის ყველა ისე შეეჩვია ამას, რომ სანქცირებული ბანკების ბევრმა კლიენტმა სანქციების შესახებ არც კი იცის. ტიპური რუსული პასუხი. თავი ქვიშაში ჩარგო და ხალხს ატყუო იმ იმედით, რომ შონ მკვდართა შორის ის მსგავსი მომენტი გექნება და ყველაფერს გადავლას დაელოდები. მაგრამ აპოკალიფსი მოდის. საბანკო კრიზისი ძალიან რეალურია.
და მიუხედავად იმისა, რომ ბანკირები ცდილობენ დაგორწმობენ, რომ სანერვიულო არაფერია, კულისებში ისეთი ნაბიჯები იდგმება, რაც მიუთითებს, რომ კრემლი ცდილობს როგორმე გააკონტროლოს მის მიერ შექმნილი სიტუაცია, მაგრამ ეს კონტროლი დიდად ეფექტური არ არის. იმის ნაცვლად, რომ რთულ და შრომატევად გამოსავალზე იმუშაონ, ანუ რეალურად სცადონ რამე გააკეთონ, რუსეთის ცენტრალური ბანკი საერთოდ არაფერს ამბობს იმაზე, რაც ხდება. ეს ცოტათი განსხვავდება იმისგან, რაც 2025-ში მოხდა, როცა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ რუს ხალხს უთხრა, რომ რუსეთის უმსხვილესი ბანკების რეკაპიტალიზაცია საჭირო არ იყო, როცა რუსეთი მსგავს პრობლემას დააწყდა. შემდეგ რუსეთმა ფარულად მოახდინა თავისი ბანკების რეკაპიტალიზაცია. თუ უნდა ვივარაუდოთ, ვითხოვდით, რომ დიდი ალბათობით რუსეთის გრანდიოზული გადაწყვეტილება 2026 წელს იქნება ის, რომ ბანკებში კიდევ უფრო მეტ ფულს ჩაკრიან, იმ იმედით, რომ ისინი არ გაკოტრდებიან, ვიდრე დაიწყებენ იმ სახელმწიფო სესხების პრობლემის მოგვარებას, რომელსაც კრემლი აიძულებს ბანკებს დაამტკიცონ, რაც ამ სიტუაციის მიზეზი გახდა. მართლა, ვლადისლავ ინოზემცევი, რომელიც ჩეთჰემ ჰაუსის ანალიტიკური ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებული მკვლევარია, საინტერესო აზრს გამოთქვამს. ამ ვალის დიდი ნაწილი, რომელსაც რუსეთის ბანკები უნკლავდებიან, ქვეყნის ეკონომიკის კონკრეტულ სექტორშია მიმართული და კრემლი გარდაულად ჩაერევა ფულადი ინექციით. ეჭვი არ უნდა იყოს, რომ საბოლოოდ ამ ვალებს სახელმწიფო დაფარავს, ან უფრო სავარაუდოა, რომ მთავრობა პროცენტის გადახდას გააგრძელებს, რათა ბანკების მდგომარეობა არ გაართულოს. ანალიტიკოსის თქმით, თუნდაც ზოგიერთი სესხი არასდროს დაბრუნდეს, ცენტრალური ბანკი დაზარალებულ ბანკებს საჭირო ლიკვიდურობას მაინც მიაწვის. ის აღნიშნავს, რომ რუსული ბანკების ბალანსზე არსებული კორპორატიული ვალის ნახევარზე მეტი თავდაცვითი კომპანიებისთვის გაცემული კორპორატიული სესხების სახითაა. ასე რომ რუსეთი აპირებს ბანკების კრიზისიდან გამოსასვლელად ხარჯები გაზარდოს, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს. ამგვარ გამოსავალს რამდენიმე წლის წინ შეიძლებოდა გაემართლა, როცა რუსეთის ეკონომიკა ძლიერი ჩანდა. ნავთობის სანქციებს უფრო წარმატებით უვლიდნენ გვერდს და თავდაცვის სექტორი ფულს შეუვლობდა. მაგრამ ეხლა 2026 წელია, სანქციები ახლა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე. უკრაინული დრონები ანადგურებენ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ობიექტებს, რაც კრემლს ყოველთვიურად მილიარდობით დოლარი უჯდება. და ის თავდაცვის სექტორი ახლა უკვე აღარ ჩანს ისეთი ძლიერი. თუ ასე იქნებოდა, მას არ დასჭირდებოდა კრემლის დახმარება ბანკების მიერ მისთვის გაცემული ცუდი სესხებისგან დასახსნელად. რუსეთი ეკონომიკურ დასასრულს უახლოვდება და ფული, რომელიც ბანკების გადასარჩენად სჭირდება, სწრაფად ეწურება. ჩვენ ვახსენეთ რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი და ის თუ როგორ გამოიყენეს იგი ბანკების გადასარჩენად ადრე. უკრაინის კიევის ინსტიტუტის მიხედვით, ამ ფონდში არსებული აქტივები რუსეთის MŠP-ის 6.5%-დან 1.8%-მდე შემცირდა 2026 წლის აპრილისთვის. იგივე ინსტიტუტი მიუთითებს, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავალი წლიურად 45%-ით შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ კრემლს საგადასახადო ბაზა მნიშვნელოვნად შემცირდა. ბიუჯეტს მიღმა დაფინანსება, საერთო საბანკო სესხები და სწრაფი საკრედიტო გაფართოება, რომელსაც კრემლი აკონტროლებდა, ყველაფერი იწვევს ეკონომიკურ ჭაობს, რის გამოც რუსეთს არ ექნება ფული ბანკების გადასარჩენად და უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად. გახსოვდეთ, რუსეთის ეკონომიკა ამჟამად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უკვე შეამცირა 2026 წლის MŠP-ს ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.4%-მდე. და ესეც კი ამბიციურად გამოიყურება, რადგან 2026 წლის პირველმა კვარტალმა MŠP-ს შემცირება აჩვენა. რუსეთს ამჟამად ასევე უზარმაზარი ბიუჯეტის დეფიციტი აქვს. მოსკოვის Times-მა 10 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს დეფიციტი 2026 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში 83.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც უკვე 60%-ით აღემატება კრემლის მიერ დასახულ წლიურ მიზანს. მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთში ნაკლები ფული შემოდის, მაშინ როცა ხარჯები, რომლებიც პუტინის სიგიჟის ომით არის გამოწვეული, იზრდება. საიდან აპირებს კრემლი იპოვოს ის ფული, რომელიც ბანკების გადასარჩენად სჭირდება? როგორც ჩანს, არავის აქვს პასუხი და ახლა გაჩნდა შესაძლებლობა, რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტად დავნონ. ჩვენ უკვე შევეხეთ სანქციების როლს რუსეთის საბანკო კრიზისში. ეს სანქციები ართულებს რუსეთის ბიზნესებისთვის საჭირო მასალების მიღებას პროდუქციის წარმოებისთვის, რაც იწვევს გაყიდვების შემცირებას, ამცირებს შემოსავალს და კომპანიებს უჭირთ ბანკებისთვის ვალების დაბრუნება. მეტი სანქცია კიდევ მოდის. ამ წუთებში, როგორც ვსაუბრობთ, ევროპის კავშირი ამზადებს რუსეთისთვის 21 სანქციების პაკეტს. 8-დან 10 ივლისის ჩათვლით ეს პაკეტი განიხილება მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის შეხვედრებზე, იტყობინება Pravda. და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია პაკეტის მიღება გადაიდოს შემოდგომამდე, განსაკუთრებით თუ ივლისის განხილვების დროს შეთანხმება ვერ შედგება, რეალობა ისაა, რომ ეს პაკეტი მაინც მიიღება. და ამას გარდა მიმდინარეობს მსჯელობა რუსულ ნავთობზე ფასის უარის დაწესების შესახებ, რომელიც სანქციების პაკეტისგან ცალკე განიხილება და შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ტკივილი გამოიწვიოს. ნელა, მაგრამ აუცილებლად ზეწოლა რუსეთის ეკონომიკაზე იზრდება. კრემლი შეიძლება შეეცადოს ბანკების გადარჩენას, შეიძლება სცადოს ფულის დახარჯვა, რომელიც სწრაფად იწურება, რათა შეინარჩუნოს ილუზია, თითქოს მისი საბანკო სექტორი არ არის განადგურებული. მაგრამ ციფრები არ იტყუება, ცუდი ვალები და გაკოტრებები იზრდება და მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში შეუძლია კრემლს თავიდან აიცილოს გარდაუვალი, სანამ ყველაფერი არ დაინგრევა.
რუსეთის საბანკო სისტემა კრიზისშია. მაგრამ იგივე შეგვიძლია ვთქვათ მთელი ქვეყნის ეკონომიკაზეც. საბანკო კრიზისის მიღმა დგას ისტორია მკვეთრად შემსისტომ მშვენივრად შემცირებული MŠP-ს, მასიური სამუშაო ძალის დეფიციტისა და ადგილობრივი კომპანიებისა, რომლებიც მასობრივად ხურავენ კარს. ნატომ უკვე რუსეთის შოკში ჩააგდო ივლისში. მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება დაპირებულია უკრაინისთვის, ისევე როგორც უკრაინის აღიარება ნატოში მნიშვნელოვან უსაფრთხოების პარტნიორად. მაგრამ ნატო ჯერ არ გაჩერებულა. ის ემზადებარება, რომ რუსეთზე რაღაც ახალი, რაღაც არაადამიანური გამოუშვას. ეს ყველაფერი ეხება რუსეთის იზოლაციას, რადგან რუსეთის საზღვარზე ადამიანების გარეშე მოქმედი არმია იქმნება. ეს ყველაფერი უკავშირდება ტექნოლოგიას, რომელსაც რუსეთი ჯერაც ვერ დაეუფლა, ხელოვნურ ინტელექტს. ახალი დოკუმენტები, რომლებიც Business Insider-მა ნახა, ყველაფერს ავლენს. 8 ივლისის ანგარიში გამოცემა იუწყება, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთთან მასშტაბური ცვლილება იგეგმება. ახალი რკინის ფარდა, რომელიც 21 საუკუნისთვისაა განახლებული, ნატოს საშუალებას მისცემს გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის უზარმაზარი უპირატესობა, რომელიც რუსეთთან შედარებით აქვს. საზღვარს დაიცავს უზარმაზარი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი საბრძოლო ქსელი, რომელიც შექმნილია ერთი მიზნისთვის: ადამიანებისა და ტექნიკის წინააღმდეგ ბრძოლა მანქანებით, სანამ ნატოს რომელიმე ჯარისკაცს მოუწევს საკუთარი სიცოცხლის გარისკვა ბრძოლის ველზე. ცხადია, ეს უკრაინით აშთაგონებული და მისი გიჟური, ინოვაციური მიდგომით პუტინის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნატო გეგმავს როგორც დამატებას, ასევე ტრადიციული საზღვრის დაცვის საშუალებების, ჯარისკაცების, ტანკებისა და გამანადგურებელი თვითმფრინავების მიღმა გასვლას. რათა გამოუშვას რაღაც ისეთი, რასაც პუტინი ვერასდროს წარმოიდგენდა და რაზეც რუსეთს რეალური პასუხი არ აქვს. პროექტს სახელიც კი აქვს: აღმოსავლეთის ფლანგის შეკავების ინიციატივა, ანუ FD. სახელი ახალი არ არის, მაგრამ აქამდე ჩვენ ბევრი არაფერი ვიცოდით FD-ზე. რაც ცოტა ინფორმაცია არსებობდა, ზოგადი იყო, თითქოს ნატოს მოკავშირეებს არ სურდათ ზედმეტი გაემხილათ. მაგალითად, აშშ-ს არმიის ევროპისა და აფრიკის ვებგვერდი FD-ს აღწერს როგორც ინიციატივას, რომლის მიზანია მოწინააღმდეგის მასის და ეს რა თქმა უნდა საფუძველს გვაძლევს, მაგრამ ბევრი არაფერს ამბობს იმაზე თუ რა იქნება რეანება რეალურად 21 საუკუნის რკინის ფარდა. სარაკეტო თავდაცვის ადვოკატირების ალიანსმა ცოტა მეტი განმარტა და აღნიშნა, რომ იდეა არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გადაწყვეტილებების მისაღებად და იმის უზრუნველყოფა, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე ნებისმიერი გადაადგილება არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან რა გადაადგილდება. შეიძლება დაფიქსირდეს და შესაბამისი რეაგირება მოხდეს. მაგრამ ეხლა უფრო მეტი ვიცით. Business Insider-ი ამბობს, რომ ნატოს არაადამიანური გეგმაა უზარმაზარი ციფრული საბრძოლო სივრცის შექმნა. სენსორების, დრონების, სატელიტების და ყურადღების ცენტრში მყოფი ხელოვნური ინტელექტის ქსელი, რომლებიც ყველა ერთად იმუშავებენ. რუსეთის გადაადგილებების თვალყურისდევნება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე და როდესაც ეს გადაადგილებები ფლანგის გარღვევისკენ იქნება მიმართული, უზრუნველყოფს რეაქციას, რომელიც რუსეთს ნატოს ტერიტორიაზე ღრმად შეღწევის საშუალებას არ მისცემს. ეს ეხება რუსეთის იზოლირებას და ნატოს ჯარისკაცების სიცოცხლის დაცვას. და თუ გაქვთ კითხვები, რატო აშენებს ნატო ამ ხელოვნური ინტელექტით მართვად და დარტყმის ქსელს? ამ კითხვებზე პასუხები მოცემულია დოკუმენტებში, რომლებიც Business Insider-მა ნახა. რუსეთის სახელით არის მოხსენიებული. ეს ყველაფერი ეხება პუტინის შეჩერებას, რომ მან არ გააფართოვოს თავისი სასოწარკვეთილი მცდელობა რუსეთი მთელი ევროპისთვის საფრთხედ აქციოს. ნატოს დარტყმის ქსელი დაეფუძნება სხვა აღმოსავლეთ ფრონტის პროგრამებს, როგორიცაა აღმოსავლეთის სადარაჯო ინიციატივა. ამან გააძლიერა ნატოს 9 მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი აღმოსავლეთ ფლანგზე. ასევე აძლიერებს საჰაერო თავდაცვას და აძლიერებს საჰაერო პატრულირების პროგრამებს. FD ამატებს ხელოვნური ინტელექტის ახალ ფენას. როდესაც ის ამოქმედდება, ნატო გამოიყენებს სენსორებს რუსული გადაადგილებების ავტომატურად დასადგენად და ამ გადაადგილებებზე რეაგირების ავტომატიზაციისთვის, ითხოვინება Business Insider-ი. რეაგირება ყველაფერზე, რასაც რუსეთი შეეცდება, განხორციელდება ავტომატური საბრძოლო დრონების მიერ, რომლებიც მიზანში იღებენ ყველაფერს, რაც ნატოს საზღვრის გადაკვეთას შეეცდება. ასევე სხვა იარაღებთან ერთად, როგორიცაა დისტანციურად მართვადი თყვიამფრქვევის კოშკურები, რომლებიც სავარაუდო შეჭრის წერტილებშია დამონტაჟებული და რუსულ კრეიტებს გაანადგურებს. ნატო ამას აღკვეთით შეკავებას უწოდებს. და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით ნატო რომელი სისტემების გამოყენებას გეგმავს, Business Insider ამბობს, რომ ძალიან დიდი ალბათობით პალანტილი ჩართული იქნება FD-ის შექმნით და შექმნაში, დასავლეთის რამდენიმე წამყვან თავდაცვით კონტრაქტორთან ერთად. როგორც მაიორი მეტ ბლუბო, რომელიც აშშ-ში სარმარმიის ევროპისა და აფრიკის სპიკერი ამბობს, FD არ ცვლის ტანკებს, არტილერიას, გამანადგურებელ თვითმფრინავებს ან ჯარისკაცებს. ის შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მათ საბრძოლო ძალის შენარჩუნებაში და მისცეს მეთეთაურებს მეტი დრო და გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ეს არის ხრიკი. ჯერ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სისტემები გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ და შემდეგ ნატოს სრულ ძალას უშვებს საქმეში. Kill Web. ეს არის ზუსტი ტერმინი, რომელსაც ნატოს დოკუმენტები იყენებენ, როგორც Business Insider-მა ნახა. ფართოდ და შორს გავრცელდება.
ის აქტიური იქნება ფინეთიდან რუმინეთამდე, რაც ნიშნავს, რომ დაფარავს ბალტიისპირეთს, ნორდიკულ რეგიონს და ცენტრალური ევროპის დიდ ნაწილს. წინა ხაზზე განთავსებული იქნება ათეულობით კვანძი, უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმებით. თუ ერთი კვანძი გამოვა მწყობრიდან, სხვა კვანძები მაშინვე გადაიბარებენ მის ფუნქციებს. ეს კოშმარია რუსეთის ჰაკერების არმიისთვის. ისინი ვერ გამორთავენ ერთ ან ორ კვანძს სისუსტის შესაქმნელად. მათ მოუწევთ მთელი FD-ის გათიშვა და ეს უბრალოდ არ მოხდება. ეს განსაკუთრებით ასეა, როცა მიხვდებით, რომ ეს კვანძები მხოლოდ მიწის სენსორები და რამდენიმე კამერა არ არის. რადარის სისტემებიც ჩართული იქნება. ავტომატური სადაზვერო დრონები უწყვეტად იმუშავებენ. მაშინაც კი დედამიწის ორბიტაზე მყოფი თანამგზავრები აღმოსავლეთ ფლანგს დააკვირდებიან. არ აქვს მნიშვნელობა რუსეთი რა გზითაც არ უნდა სცადოს შეჭრა. იქ იქნება კვანძები, რომლებიც ამას დააფიქსირებენ და ეს კვანძები მუდმივად შეაგროვებენ ინფორმაციას. ყველა ინფორმაცია, რომელსაც ეს კვანძები შეაგროვებენ, შევა საერთო ციფრულ ეკოსისტემაში, რომელიც ძალიან ჰგავს დელტა სისტემა. ეს სისტემა უკვე აჩვენებს FD-ის პოტენციალს მცირე მასშტაბზე. სრულიად ციფრულია და უკვე იტანებს ხელოვნურ ინტელექტს გადაწყვეტილებების მიღების დირების დასაჩქარებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინის ჯარისკაცებს ფრონტზე ყოველთვის ჰქონდეთ ბრძოლის ველის რეალურ დროში ხილვა. ეს სისტემა გადამწყვეტია იმაში, რომ უკრაინამ სამიზნეები აღმოაჩინოს, შესაბამის დანაყოფებს ინფორმაცია გადასცეს და შემდეგ ეს სამიზნე გაანადგუროს. FD გააკეთებს მსგავს. ჩვენ ადრე ვახსენეთ Palantir როგორც FD-ისთვის გადამწყვეტ ფაქტორს. Business Insider ამბობს, რომ კომპანიის Maven-ის ინტელექტუალური სისტემა იქნება NATO-s ახალი საბრძოლო ქსელის ბირთვი და იმუშავებს როგორც ხელოვნური ინტელექტის twin-ი მთელი პროექტისთვის. პენტაგონმა მაისში აჩვენა, როგორ მუშაობს ეს სისტემა და როგორც ჩანს, ეს საკმაოდ მარტივია. როგორც კი სამიზნე გამოვლინდება, რამდენიმე მაუ-მაუსის დაწკაპუნებით სამიზნე გადადის იდენტიფიკაციიდან მოქმედების გეგმის შექმნამდე და შემდეგ არჩეული გეგმის შესრულებამდე. ეს ყველაფერი ერთ სისტემაში. წარსულში ეს პროცესი საათებს წაიღებდა. ეხლა ეს შეიძლება წუთებში დასრულდეს და თუ FD თავის პოტენციალს სრულად გამოიყენებს, მას ავტომატიზებული დრონები და სხვა იარაღები დაუჭერენ მხარს, რომლებიც მკისიერად გადავლენ შეტევაზე. RTX, Saab, Lockheed Martin და გერმანიის Rheinmetall, როგორც ჩანს, ყველა ჩართული იქნება ახალ საბრძოლო ქსელში, ისევე როგორც Perennial Autonomy, რომელმაც შექმნა Miropsis ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონის ჩამჭერი, რომელიც დადასტურებულად ეს იქნება FD-ის ნაწილი. აქ ჩვენ ვხედავთ მთლიანად ახალ მიდგომას, თუ როგორ უდგება NATO თავის აღმოსავლეთ ფლანგის შეკავების პოლიტიკას. ეს აღარ ეხება ძალის დემონსტრირებას რუსეთის შეჭრის შესაჩერებლად. ეს ეხება იმაზე, რომ NATO-s ძალებმა უფრო სწრაფად მოახდინონ რეაგირება, ვიდრე რუსეთის ძალები თვალის დახამხამებას მოასწრებენ და ეს შესაძლებლობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე. რატომ? მალე აგიხსნით, მაგრამ მანამდე ეს არის სამხედრო შოუ. თუ ჩვენ სარხზე ღირებულ ინფორმაციას იღებთ, გამოიწერეთ არხი და დააწყაპუნეთ შეტყობინის ზარდს, რომ ბინების ზარზე რომ მომავალში წიხილოთ ჩვენი ვიდეოები თქვენს ფიდში. აი, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი FD? ჩვენ შევეხეთ იდეას, რომ რუსეთის შეჭრაზე NATO-s აღმოსავლეთ ფლანგიდან მყისიერი პასუხი უნდა იყოს. რუსეთს ამ სფეროში ორი უპირატესობა აქვს: მასა და იმპულსი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა საკმაოდ ეფექტურად ანცირებს რუსეთის არმიას, სრულად მობილიზებული რუსეთი უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს. ასობით ათასი ჯარისკაცი შეიძლება დაინიშნოს NATO-s ტერიტორიის შეჭრაზე და თუ მათ არ შეაჩერებენ, ეს ჯარისკაცები სწრაფად შეძლებენ წინსვლას. NATO-s უკვე აქვს საზღვრის დაცვის სისტემები, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ პუტინი სრულად ჩაერთვება, სრულმასშტაბიანი რუსეთის შეჭრის მასშტაბი ან თავდაცვას სწრაფად გადალახავს. და სწორედ ამას გეგმავს NATO აქ. ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადებ. ადრე ვახსენეთ ახვეთით შეკავების პრინციპი. ეს პრინციპი წარმოადგენს სრულ გარდაქმნას იმაში, თუ როგორ ეკიდება NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს. 10 წლეულების განმავლობაში მანამდე NATO ეკრთუნებოდა დასჯის გზით შეკავებას. მოკლედ რომ ვთქვათ, იდეა იყო ის, რომ რუსეთის ნებისმიერი მცდელობა გამოიწევდა პირდაპირ დასჯას, ერთგვარ გაფრთხილებას, რომ რუსეთმა არ უნდა სცადოს მეტისმეტი ამბიციები. შესაძლოა ეს იდეის მნიშვნელობას ამცირებს. თავარი აზრი იყო რუსეთისთვის ეჩვენებინათ, რომ რასაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, NATO შეძლებს უკეთესად უპასუხოს. ეს ეხება ბირთვული იარაღსაც კი. თუ რუსეთი ბირთვული იარაღს გამოიყენებს, NATO-საც აქვს საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ დაუყოვნებლივ დასაჯოს რუსეთი და აიძულოს თავი დაანებოს თავის გეგმებს. ეს მიდგომა NATO-s არსებობის უმეტეს პერიოდში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ NATO-სა და რუსეთის შორის მრავალი დაძაბულობა არსებობდა, განსაკუთრებით ცივი ომის პერიოდში, რუსეთმა თავი შეიკავა NATO-s წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისგან, სწორედ იმიტომ, რომ იცოდა, ამას სასჯელი მოჰყვებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში შეიჭრა, ამ საფასუხო მიდგომის ეფექტურობა ეჭქვეშ დადგა. პუტინი გიჟია. მან ეს დაამტკიცა იმით, რამდენი მსხვერპლის გაღებაზეც წავიდა უკრაინაში შეჭრის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით იქ მაშინ, როცა საქმე რუსეთის ხალხის სისხლს ეხება. და NATO ძალიან ყურადღებით აკვირდება მის შემდეგ ნაბიჯებს. აღმოსავლეთ ფლანგი უკვე დაცულია. ტანკებს, გამანადგურებლებს და ჯარს, რომლებიც უკვე ვახსენეთ, კონკრეტული როლი აქვთ.
ნებისმიერი ტერიტორია, რომელსაც რუსეთი შეიძლება დაიკავოს შეჭრის შემთხვევაში, კვლავ დაიბრუნდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნატო ლოგისტიკურ შესაძლებლობებს სრულად აამოქმედებს და მეტ ჯარსა და ტექნიკას გადაიყვანს ფრონტზე. საბოლოოდ რუსეთს უკან დაახევინებს და გათავისუფლებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ამ მიდგომას ორი პრობლემა აქვს. პირველ რიგში ეს ნიშნავს რუსეთის პირდაპირ ბრძოლაში ჩართვას, რაც მსხვერპლსა და ტექნიკის დაკარგვას იწვევს. თუ პუტინმა უკრაინაში ერთი რამ გვაჩვენა, ეს არის ის, რომ ის მზადაა ჯარისკაცების სიცოცხლეები გადაყაროს და მილიარდობით დოლარის ტექნიკა დაკარგოს მხოლოდ იმისთვის, რომ მცირე ტერიტორიები დაიკავოს. მეორე მხრივ ეს მიდგომა ეფუძნება ურთიერთობას ლიდერთან, რომელიც არ არის თავგამოდებული თავისი ხედვით ახალი სამყაროს შექმნაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსი პრეზიდენტი რომელიც ბერს ლაპარაკობს, მაგრამ ნატოს საზღვრების მუქარისას ბერს არაფერს აკეთებს. პუტინი ასეთი არ არის. ყოველ შემთხვევაში უკრაინის შემდეგ ასე აღარ არის. და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საჭიროა FD. რუსეთი უკვე ჩართულია ტრანსსაზღვრო ომში, თუმცა არა ტრადიციული გაგებით, რაც ნიშნავს, რომ ნატოს ტრადიციული საზღვრის დაცვის მიდგომა უზარმაზარი ზეწოლის ქვეშაა. საუბარი მხოლოდ პუტინის გაფრთხილებებზე არ არის, თუმცა ისინი ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. უკვე 2025 წლის ოქტომბერში პუტინი ამტკიცებდა, რომ ევროპული სამხედრო გაძლიერება რუსეთს მოქმედებისკენ უბიძგებდა. განზრახუგულებელ ყოფდა იმ ფაქტს, რომ ეს გაძლიერება სწორედ რუსეთის ქმედებების გამო ხდება უკრაინაში. პუტინი ასევე ატარებდა კამპანიას ნატოს შიგნიდან გასახლეჩად, რაც განსაკუთრებით აშკარაა მის მცდელობებში. მანიპულაცია მოეხდინა ტრამპის ადმინისტრაციაზე და ნატო წარმოიჩინა როგორც პარაზიტი, რომელიც მხოლოდ აშშ-ზეა დამოკიდებული. ასევე გასათვალისწინებელია ივლისის დასაწყისში გავრცელებული ცნობები, სადაც ირკვევა, რომ აშშ-ში დაზვერვამ პოლონეთს გააფრთხილა, რომ რუსეთი ძალიან მალე მის ტერიტორიაზე რაიმე დიდს გეგმოს. პუტინი ბერს ხმაურობს, მაგრამ ეს განსაკუთრებით გასაკვირი არ არის. პრობლემა ის არის, რომ ამ ხმაურს საზღვართან დაკავშირებული აქტივობები ახლავს თან. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აშენებს ინფრასტრუქტურას ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნებთან თავის საზღვრებზე. ამ ინფრასტრუქტურამ საბოლოოდ შეიძლება რუსეთს მისცეს საშუალება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე განათავსოს 115,000-მდე ჯაჯარისკაცი, როგორც იუწყებოდა მილიტარნი ივნისში, რაც იმ მასასა და იმპულსს ემატება, რაზეც ვახსენეთ. ამ გაძლიერების გარდა რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ნატოს ტერიტორია უკრაინის ომის განმავლობაში. ჩვენ ნახეთ, როგორ გადაფრინდა დრონები პოლონეთსა და რუმინეთში. რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავები ესტონეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ. გარდა ამისა, რუსული ჯაშუშური გემები და წყალქვეშა ნავები ნატოს წყლებში იმალებიან. მხოლოდ აპრილში გაერთიანებული სამეფო საზღვაო ძალებმა გამოავლინა, რომ ბრიტანეთის წყლებში და მის მიმდებარედ რუსული წყალქვეშა ნავი მოქმედებდა, რის გამოც გემებისა და თვითმფრინავების გაგზავნა გახდა საჭირო, რათა პუტინისთვის ეჩვენებინათ, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. ეს ნიშნავს, რომ პუტინი საზღვრებს ცდის დასჯით შეკავების დოქტრინაში და აღმოაჩენს, რომ რეალურად დიდი სასჯელი არ არსებობს. გმობის გარდა ჩვენ არ ხედავთ ციდან ჩამოგდებულ დრონებს, ან რუსულ სამხედრო გემებს, რომლებსაც ჩაძირავენ, როცა ისინი ნატოს წყლებს არღვევენ. ეს ყველაფერი პუტინს თავდაჯერებულობას აძლევს. ეს არის უკანასკნელი რამ, რაც ნატო უნდა გააკეთოს, მაშინ როცა აშკარაა, რომ რუსეთის ლიდერი ომის გზაზე დგას, რომელიც შესაძლოა მალე უკრაინასაც გასცდეს. ამიტომაც არის ახალი ნატოს დოქტრინა, ადამიანის გარეშე მოქმედი შეკავების მექანიზმი, რომელიც მხოლოდ ფაქტზე რეაგირებას არ ემსახურება. FD-ის არსებობის შემთხვევაში ნატო შეძლებს შეაჩეროს ყველაფერი, რასაც რუსეთი მომავალში სცდის. შეტევის შეჩერება მისი დაბლოკვით და ნატო ყოველ შემთხვევაში თეორია ასეთია. FD ნატოს საზღვრის დაცვის ახალი ხედვა და ის იქნება იმიტომ, რომ ნატო უკრაინის ომიდან ბევრ მნიშვნელოვან გაკვეთილს სწავლობს, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ ჯერ მანქანები იბრძვიან და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ერთვებიან ადამიანები. უკრაინა ამ მიდგომის ოსტატი გახდა. მისი დრონები დაწყებული FPV დრონებით, რომლებიც სასიკვდილო ზონებს პატრულირებენ, დამთავრებული საშუალო და ღრმა დარტყმის დრონებით, რომლებიც ანადგურებენ. რუსეთის ლოგისტიკაზე, ენერგოწარმოებასა და სამხედრო ობიექტებზე მათი დარტყმებია მთავარი მიზეზი, რის გამოც უკრაინამ არა მხოლოდ რუსეთის შეჭრას გაუძლო, არამედ პუტინის არმიასაც დიდი ზიანი მიატენა. უკრაინის სახმელეთო რობოტები ახლა უფრო მეტ ლოგისტიკურ და ევაკუაციის მისიას ასრულებენ, ვიდრე ოდესმე მხოლოდ ივნისში 16600-ზე მეტს. დრონები უკრაინის მიერ მიყენებული დანაკარგების აბსოლუტურ უმრავლესობას განაპირობებენ. უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების დაახლოებით 80% ახლა დრონების მეშვეობით ხორციელდება და ეს მაჩვენებელი მხოლოდ იზრდება. ნატო ამ მიდგომის მნიშვნელობას ხედავს. ის ასევე ხედავს, რომ უკრაინის ომი მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ იქნება უახლოეს მომავალში ბრძოლის ველი როგორც რობოტებისა და დრონების გამოყენების, ასევე ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის თვალსაზრისით თანამედროვე ომში. ჩვენ მივდივართ მომავალისკენ, სადაც რობოტები რობოტებს ებრძვიან, ასე ივარავდა BBC-მ ჯერ კიდევ მაისში. და ეს ნიშნავს, რომ ჯარისკაცები რობოტების არმიის უკანა ხაზზე იქნებიან. რუსეთსა და ნატოს შორის ომში საქმე არ შეეხება იმ ადამიანურ რესურსს, რომელსაც რუსეთი შეიძლება გამოიყენოს. ყოველ შემთხვევაში იდეალურად ასე უნდა იყოს.
საუბარი იქნება იმაზე, რამდენი რობოტის გამოყენება შეუძლია თითოეულ მხარეს და ვინც ამ სფეროში უპირატესობას მოიპოვებს, ყველაზე მეტად სწორედ ის იქნება გამარჯვების კანდიდატი. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით უკრაინიდან უფრო მეტი გაკვეთილია აღებული, ვიდრე ჩვენ თავდაცვის ძალებში ვხედავთ. ჩვენ ვახსენეთ, რომ თავდაცვის ძალები გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ დამჯერ დრონებს, რათა რუსული დარტყმის დრონები ციდან ჩამოაგდონ. უკრაინამ ამ ტექნოლოგიაში პიონერობა გამოიჩინა და ის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამ დამჯერებმა უკრაინას საშუალება მისცა დარტყმის დრონების ჩამოგდების პროცესი 95%-ით ავტომატიზებულიყო, იუწყება New York Times-ი. და მათ მხოლოდ ცენტრალური სისტემის გამოყენება სჭირდებათ სამი ზნის ასარჩევად. ხელოვნური ინტელექტით მართვადი დამჯერი დანარჩენს თავად აკეთებს. უკრაინის შუა შეტევის კამპანიაში, რომელმაც რუსული ზურგი გაანადგურა, ჩვენ ხედავთ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დარტყმის დრონების გამოყენებას რუსული საწვავისა და მომარაგების სატვირთოების გასანადგურებლად. ერთ-ერთი ასეთი დრონი, ჰორნეტი, ამერიკულმა კომპანიამ შექმნა, რაც თითქმის გარანტიას იძლევა, რომ ის ნატოს დაფრთხმის ქსელის ნაწილი გახდება. აი სწორედ აქ ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მიდგომა. ნატო უკვე უსწრებს რუსეთს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის ხელოვნური ინტელექტის სკეპტიკოსად მოხსენიება შეიძლება არ იყოს ზუსტი, ის ნამდვილად ტექნოფობი, რომელსაც უჭირს ცივი ომის ეპოქის აზროვნებიდან გამოსვლა, რაც აშკარად აისახა მის ომში უკრაინაში. ამის შესახებ იუწყება UNN, რომლის თქმითაც პუტინის თანამედროვე ტექნოლოგიების შიშმა გამოიწვია ის, რომ რუსეთი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში დასავლეთსა და ჩინეთს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. გამოცემა ციტირებს სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელმაც იანვარში რუსეთი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ძალის მიხედვით 36 ქვეყნიდან 22 ადგილზე დააყენა. დაითვალისწინეთ, რომ რუსეთს უკრაინის ომის სახით აშკარა мотиваცია აქვს, რათა პუტინი ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერაზე წახალისდეს, მაგრამ ის მაინც არ აკეთებს ამას. იანვრის ჯეიმსთაუნის ფონდის მასალის მიხედვით, რუსეთი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში დასავლეთსა და ჩინეთზე სავარაუდოდ 3-5 წლით ჩამორჩება. ეს მხოლოდ პუტინის პარანოია არ არის, რაც რუსეთს ხელოვნური ინტელექტის სფეროში აფერხებს. 18 ივნისის სტატიაში აღინიშნა, რომ თუნდაც რუსეთს სურდეს ხელოვნური ინტელექტის სუვერენიტეტის მიღწევა, მას წინ გიგანტური ამოცანა ელოდება, ან შეიძლება ითქვას მიკროსკოპული ამოცანა. ჩიპები ხელოვნური ინტელექტის საფუძველია და რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა აწარმოოს ის ჩიპები, რაც სჭირდება ამ სფეროში მსოფლიო ლიდერად რომ იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ხსნის ახალ ხელოვნური ინტელექტის ფაკულტეტებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აუქმებს სწავლის საფასურს, რათა სტუდენტები მაქსიმალურად კარგად განათლოს ამ სფეროში, პუტინის სასოწარკვეთილი კონტროლის სურვილი რუსეთს უკან დაახევს. ჟურნალი Time ხაზს უსვამს თუ როგორ აფერხებს პუტინის პარანოია რუსეთს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. რუსულ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს უნდა პატივს სცემდნენ რუსულ სულიერ და მორალურ ღირებულებებს, რაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. ამ გაურკვეველ მოთხოვნას დავუმატეთ ჩიპების პრობლემა, რადგან რუსეთი მხოლოდ ჩრდილოვანი ბაზრიდან ახერხებს საჭირო ჩიპების მოძიებას. ეს ქმნის შეზღუდულ არხს, რომლითაც ამერიკაში წარმოებული ჩიპები ქვეყანაში ხვდებდება. და აშკარაა, რომ რუსეთი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნატოსთან დაკავშირებულ ქვეყნებსა და უკრაინას. ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს FTI-ის კონტექსტში, რადგან ეს ნიშნავს, რომ ნატოს რუსეთთან შედარებით უზარმაზარი უპირატესობა აქვს. თუ მასა და იმპულსი რუსეთის უპირატესობაა მომავალ ომში ნატოს წინააღმდეგ, ტექნოლოგია, ინოვაცია და ხელოვნური ინტელექტის ეს უპირატესობაა ის, რასაც ნატოს თავაზობს. FD არის ამ უპირატესობის კრისტალიზაცია. არაჰუმანური კედელი კვანძებისა და ავტომატიზებული სისტემებისა, რომელიც ძალიან ნათლად აჩვენებს რა დაემართება ნებისმიერ რუს ჯარისკაცთან ტექნიკას, რომელიც ნატოს ტერიტორიაზე გადმოაბიჯებს. ისინი იღუპებიან. ასევე დაემართება ყველაფერს, რაც მათ მიხვება. ეს ყველაფერი მოხდება იმიტომ, რომ პარანოიდი პუტინი იმდენად დარწმუნებულია, რომ მისი მოძველებული ტაქტიკა შეიძლება იმუშაოს, რომ მან დაუშვა რუსეთი ხელოვნურ ინტელექტში ძალიან ჩამორჩენილიყო, მაშინაც კი როცა ის ომს აწარმოებს, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი წინა პლანზე წამოწია. მაინც პუტინი იმდენად სასოწარკვეთილი იქნება, რომ ნატოსთან ომის წამოწყებას შეეცდება, თუნდაც FTI-ის არსებობის პირობებში. მას ამის გაკეთება მოუწევს. უკრაინის ომის ჩავარდნის ფონზე პუტინი საშიშ კითხვებს აწყდება საკუთარ ლიდერობასთან დაკავშირებით ქვეყანაში. მან ასევე დაასუსტა რუსეთი როგორც გეოპოლიტიკური ძალა. რუსეთის ლიდერისთვის ახალი ბრძოლა უფრო დიდი მტერთან, ვიდრე ახლა ებრძვის, შეიძლება იყოს ერთადერთი გზა, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. მაგრამ რატო დაიწყო ამ ძალაუფლების შესუსტება საერთოდ? ჩვენ ყველაფერს ხსნით ჩვენს ვიდეოში, სადაც ვამხელთ, რომ რუსეთს უკრაინაში დამარცხებაზე უფრო მძიმე საფრთხე ემუქრება. ნახეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ სამხედრო შოუ, რათა არასდროს გამოგრჩეთ ჩვენი ანალიზი იმის შესახებ, როგორ იცვლება ნატოს მიდგომა რუსულ საფრთხესთან გამკლავების მიმართ. და მადლობა როგორც ყოველთვის, ყურებისთვის.